საღამო მშვიდობისა, დღეს არ მაქვს დაანონსებული ლაივი, მეგობრებო, დღეს ლაივი ჩავრთე ესე სპონტანურად და ვთვლი რომ აუცილებელიც იყო ესეთ ფაქტებზე რეაგირება რო არ მოახდინო ადამიანმა რომელიც ლაივებს აკეთებდა სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე, იქნება ეკონომიკა, იქნება თუ რა ხდება ზოგადად ქვეყანაში და ასეთ დროს გაჩუმდები და ხმას არ ამოიღებ, მე ვფიქრობ რომ დანაშაულს ამატებ, სხვის დანაშაულს უკვე შენს დანაშაულს ამატებ. ზოგჯერ სიჩუმეც კი დანაშაულია და ამიტომ დღევანდელი ლაივის ჩართვის მიზეზი და მიზანი არის ის გავრცელებული კადრები, რაც ქვეყანა მიხილა დილიდან. ამიტომ იურისტი მეყოლება ამ თემასთან დაკავშირებით ვიმუშავე ამ საღამოს საკუთარ თავთან და პირველად უკვე, როდის არც არასდროს არ გამიკეთებია ესეთი რაღაც, მონოლოგიც კი დავწერე, იმიტომ რომ არ არის ეს ისეთი ფაქტი, რომელზეც გაჩუმება შეიძლება. გადაზიარებით და ლაიქებით თუ მომეშველებით მადლიერი დაგრჩებით, დღეს ისეთი ფაქტი მოხდა, ვერც ჩემი ფორმატი და ჩემი სტილი იცით ყველამ, სულ ვცდილობ ღიმილიანი სახით ვისაუბრო, სულ ვცდილობ პოზიტიური განწყობით ვისაუბრო, მაგრამ დღეს ისეთი რაღაც მოხდა, ვერც ღიმილიანი სახე ვეღარ მექნება და ვერც პოზიტიური განწყობით ვერ ვისაუბრებ ვერავისთან. იურისტი მეყოლება სტუმრად ლაშა გოლუბიანი, მანამდე კი ჩემს მიერ დაწერილ მონოლოგს რაღაც დოზით წავიკითხავ, რაღაც დოზით მე თვითონ ვისაუბრებ და ვიტყვი პატარა შესავალს გავაკეთებ ამ თემის ირგვლივ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც თითოეულ ჩვენთაგანის უსაფრთხოებას, ღირსებას და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ნარჩენებსაც კი ანგრევს. ნარჩენებს ამას ხაზს ვუსვამ. არ არის ქვეყანა კარგ მდგომარეობაში და ის ნარჩენები რაც გვაქვს, ისიც კი ფაქტია რომ ინგრევა, ხო? კადრები რომელიც დღეს დილით გორიდან გავრცელდა, არ არის უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტება ხალხმა. ემოციური ფონით ვრთავ ამ ლაივს სიმართლე გითხრათ და მიჭირს ძალიან საუბარი. ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე ესე მშვიდად. ეს არ არის ერთი ან ორი პოლიციის ნერვების მოშლის ან ემოციური ფონის შედეგი, როდესაც 10-ზე მეტი ფორმიანი ადამიანი სახელმწიფოს იარაღით აღჭურვილი, მიწაზე დაგდებულ, უმწეო მოქალაქეს აი ესე სასტიკად უსწორდება და ამას ესწრება პოლიციის ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი. და მის ქვეშ დაქვემდებარების ქვეშ მყოფებს არ აჩერებს და არ აღკვეთავს ესეთ საზიზღრობას, რაც დღეს ხალხმა ვიხილეთ, ხო, სოციქსელებში და რაც გავრცელდა. ეს არის, მე ვფიქრობ, სისტემური სისასტიკე. და ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამიკეთებია ლაივი საზოგადოების და სისტემის სიმახინჯეებზე. როდესაც სისტემის ესეთ სიმახინჯეს ვხედავთ, საზოგადოებას არ გვაქვს უფლება რომ ხმა არ ამოვიღოთ და რეაგირება არ გქონდეს ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ დღეს თუ სხვას დაემართა ეს, ხვალ შესაძლოა ნებისმიერ ჩვენთაგანის ოჯახის წევრს შემთხვევას ესეთი ფაქტი და დაცული ასეთ დროს არავინ და ვერავინ ვერ ვიქნებით. როდესაც ამ ეს გავრცელებული ინფორმაციით ეს მაღალჩინოსანი ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ცივი იარაღი ჰქონდა დამნაშავეს. ეს არის უკვე თავის მართლება. უკაცრავად და მე სისტემას და რეჟიმს ვაპრავებ სულ, არასწორად მოგისმენია და ზოგჯერ ადამიანებს რაც ყუში გვესმის და სმენა გვაქვს, არ ნიშნავს რომ იმას ვიაზრებთ. და თქვენაირ ადამიანებს უწოდებ მოისმინა და ვერ შეისმინა. ასე რომ თუ კი მოსმენილის გაგება და გააზრება არ შეგიძლიათ აქედან მიბრძანდეთ. ამ სივრცეს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია. ასქროლე, გაიარე და სადაც ბევრად უკეთეს გარემოს ნახავთ და თქვენთვის მოსაწონს, იქ მოისმინეთ. მე აქ დაბმით არასდროს არავინ დამიბამს. ბოდიში რომ დრო მოვაცდინეთ თქვენნაირი ადამიანისთვის მაყურებელს გეუბნებით ბოდიშს, რომ ესეთ ადამიანს ეხლა მე კომენტარში გამოვეპასუხე და საკადრისი პასუხი გავეცი და ჩემს ზრდილობას და მორალს არ მივცემ უფლებას ამის მეტი რაიმე გითხრათ. შენ არ გკითხავ, მე რამდენს ვილაპარაკებ და მოდი ფეიქ გვერდებით შემოძრომებს თავი დაანებეთ, თუ ვინმეს რამის თავი გაქვთ ხოლმე საკუთარი სახელის და გვარის გამოჩენა შეძელით. სრულყოფილად და ნამდვილი სახელი და გვარის და ვიღაცის გვერდებს ნუ ამოეფარებით. ასეთ დროს სიჩუმე დანაშაულია და ვინ ვის აპრავებს, ამას დრო გამოაჩენს. კარგად ხვდები, ისგან
ქართული და ვისგან მოწოდებული ხარ, რომ აქ შემოსულიყავი. დავიმახსოვროთ, როცა კანონი და სახელმწიფო არსებობს, დამნაშავე უნდა წარედგინოს სასამართლოს. და კანონის წინაშე უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი და არა უსწორდებოდნენ ტყეში ან ქუჩაში ძალისმიერი მეთოდებით, ხო? და ეს, როდესაც ხდება, პოლიციელი თავად იქცევა ჯალათად, ის შლის ზღვარს წესრიგსა და კრიმინალს შორის. ეს კადრები არის შედეგი დაუსჯელობის სინდრომის, რომლებიც წლებიან ხელისუფლება ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ნერგავს საზოგადოებაში. წვეთ-წვეთობით შემოგვაპარეს და ბოლოს უკვე აი ესეთი მძიმე კადრებიც გავრცელდა. ვინ იცის სხვა დროსაც მომხდარა მსგავსი და საზოგადოებამ ეხლა იხილა ეს კადრები. ამას ჩემთვის არ აქვს ეხლა მნიშვნელობა, დღეს რატომ გამოჩნდა და სხვა დროს რატომ არ გამოჩნდა. მე მხოლოდ დღეს მომხდარ ფაქტზე მინდა ვისაუბრო, ის რაც ყველამ ვნახეთ. არ მინდა შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ, კი შესაძლოა უფრო უარესების დაფიქსირებულა, მაგრამ საჯაროდ აესე არ გავრცელებულა. და ამაზე საზოგადოებას თუ რეაქცია სწორი არ გვექნება, ნებისმიერ დროს თითოეულ ჩვენთაგან შეგვეხება ეს. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები კი არ გვიცავს, შიშის დათესვას ცდილობს, ხო? მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ამაზე გავჩუმდეთ. ეს არის სიმახინჯე. ხელისუფლება გამუდმებით აკურთხებს და ხელს აფარებს მოძალადეებს იმ ფორმულირებით, რომ კაცრ ქმედებებზე რეაქცია არ აქვს პოლიციელების მხრიდან კაც ქმედებებზე და ეს ნიშნავს, რომ მათ მწვანე შუქს უნთებს დაბალი რანგის პოლიციელებს და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მათ აძლევენ უფლებას, რაც გინდათ გააკეთეთ, თქვენ სისტემა დაგიცავთ. ეს არის კატასტროფა, ეს არის საშინელება, მე არ ვიცი პოლიტიკურად ეხა ისი დაკვეთით, ან რატომ, ან რა მოხდა, არ ვიცი ამ ადამიანის დანაშაულებრივი სიტუაცია რა დააშავა. მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა დაეშავებინა ამ ადამიანს, არსებობს ქვეყანა, სახელმწიფო, კანონი, სასამართლო და ამ ყველაფრის მიხედვით უნდა მოეხდინათ რეაგირება. და როდესაც ჯალათად და ელემენტარული მოძალადეთ და ესეთი ლინჩის წესით გამსამართლებად მოგვევლინება ის, ვინც კანონი უნდა დაიცვას, აქ უკვე სახელმწიფოებრიობას ექნება საფრთხე და ამ საფრთხის დროს ჩვენ ყველამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა ამოვიღოთ, სანამ რომელიმე ჩვენთაგან შეგვეხება. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ქართველებს დაგვემართა ესეთი რაღაც, სვისი ჭირი, ღობეს ჭხირი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა ნებისმიერ ჩვენთაგანს, ჩვენს ახლობელს, ჩვენს ოჯახის წევრს შეემთხვას ესეთი რაღაც. თუ დააშავებს ჩემი ახლობელი, პირველ რიგში მე ვიქნები მომხრე იმის, რომ აუღოთ კანონის სრული სიმკაცრით და კანონის მიხედვით დაისაჯოს და რა ისე რაც დღეს ვნახეთ ხალხმა. ეხლა ამოვიყვან იურისტს და მასთან მექნება ძალიან ბევრი შეკითხვა. იურიდიული კუთხით რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამიტომ მინდა მასთან საუბარი. ლაშა საღამო მშვიდობისა. თუ მოგიხერხდება რამოდენიმე წუთით მაინც კამერა რო ჩავთოთ ვიზუალიზაციისთვის მაყურებელმა რომ იცოდეს ვის ვესაუბრებ. ეს ხო არის? რაც დროს შენს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაქვს ისეთ წყობში ჯერჯერობით რომ დიდხანს ესე დაგსვა კამერის წინ და მე უკვე გაგითიშავ კამერას. კაი. ხო, ხელში მიჭირავს ტელეფონი, ახლა კადრი თუ ითამაშებს მე მგონი არაფერი. მოგესალმები, მიესალმე მაყურებელს და მექნება. მოგესალმებით ეკლა და მივესალმები შენ აუდიტორიას, მაყურებელს. მართლა კარგი თემით შემოხვედი, აქტუალური თემით და ეგ პრობლემა ნელ-ნელა გროვდებოდა და ეგ ყველაფერი არის გამოწახილი იმის, რომ მერაბიშვილის დროინდელი კადრები დღემდე მუშაობენ. და უბრალოდ ვეღარ მოითმინეს რა, სისხლმა უყივლათ, ანუ რასაც მიჩოვლები არიან, ეგ გააკეთეს. არის ეგ მანკიერი პრაქტიკები და ეგ უნდა აღმოიფხვრას და კარგია რომ გამოწვიება და უცხო იმედია გამოვლინდება ყველა დამნაშავე ვინ ჩართული იყო. და იმედია დაიჭირებიან საერთოდ. მე უკვე ჩაშლას რომ დავიწყებთ, ბოლოსკენ უფრო მკაცრი განცხადება მექნება, ეს უკვე ჩემი პირადი განცხადებაა. ანუ ხო, ეს ჩემი ზოგადი შეფასებაა, ეხლა რა ვთქვი და რატო მოხდა და დაველოდები შეკითხვებს, ანუ თან
ბევრი კითხვები მექნებაო და ამ თემაზე, თორე ემოციურები ქართველები ყველანი ვართ და ემოციური ფონით მარტივია საუბარი, მაგრამ შენ როგორც იურისტი და პრაქტიკოსი იურისტი და არაერთ საქმესთან მქონია შეხება, შენი მხრიდან ახსნილი იურიდიულად რა იყო, როგორ იყო, ძალიან საინტერესო იქნება. კი ბატონო, რატო არ გავშალოთ და დაველოდები შენ კითხვებს და მივყვეთ ეტაპობრივად. პირველი მთავარი თეზისი, რაც უნდა იყოს კითხვის დასმამდე არის ფაქტის სამართლებრივი კვალიფიკაცია და ძალის პროპორციულობა. აი ფორმულირების ფარგლებში მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ მოქალაქეს ცივი არაღი ჰქონდაო ეს განცხადება გააკეთა. კანონის მიხედვითაც თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებისას აძლევს თუ არა ეს უფლებას 10-ზე მეტ სამართალ დამცავს უკვე დაკავებულს მიწაზე დაცემულ პირს ფიზიკურად გაუსწორდეს. თუ გვაქვს ამის უფლება სამართლებრივად. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არ გვაქვს როგორი სახის დანაშაულიც არ უნდა იყოს, იმიტომ არსებობს სახელმწიფო და კანონი, რომ უნდა აღკვეთო ეს დანაშაული, დააკავო პიროვნება, ისე რომ ღირსება არ შეულახო და პასუხისმგებლობაში მიიღო შეუულებრივად. ანუ სამართლებრივი გზა უნდა გავიაროთ, სასამართლოდ უნდა დავამტკიცოთ ამ პირის უდანაშაულობა ან დამნაშავეა თუ არა და შესაბამისი სასჯელი უნდა შეეფარდეს. ეს ხდება ნორმალურ ქვეყნებში. მაგრამ ის რომ დააკავებენ და განყოფილებაში ურტყავდნენ და რეებსაც აკეთებდნენ, კარგად გვახსოვს ჩვენ მერაბიშვილის დროს, ყველა განყოფილები და განწირული კივილის ხმა გამოდიოდა და ციხეებში რეებს შებოდნენ კიდე არ გესწავლებათ ჩემგან. ხო და იგივე მეთოდები თუ გვინდა მართოთ ქვეყანა, ეგრე არ გამოვა. და ეს მანკიერი პრაქტიკები კიდევ ერთხელ ვამბობ, არის იმ დროინდელი მერაბიშვილის დროინდელი კადრები და რო არ გაიწმინდა სახელმწიფო სტრუქტურები. აი ამ ყველაფრის გამოწახილია ეს და კარგი მოხდა რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო ამ საღამოთი ვნახე კადრები და მართლა რა ვიცი კარგი სანახავი არ იყო მინიმუმ რა ანუ ამაზრზენი კადრები იყო რა 10 თუ 15 პოლიციელი ერთ ადამიანს ურტყავდა არანორმალურობაა და სიგიჟეა ეგ ქონდა დანა დღეს მაგ პიროვნების ადვოკატი გამოვიდა და თქვა რომ აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას და ვეთანხმები კი ბატონო ქონდა დანა დააჯარიმეს როგორც ვიცი 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს მაგრამ იმ პირის მიერ ვინც ნასამართლებია და დანასატარებს შესაძლოა ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაადგეს მაგრამ კი ბატონო თუნდაც ერთი წლით დაიჭირე მაგრამ რატო ურტყავ ღირსებას რატო ულახავ და მე მგონი 2-დან 3 წლამდეა როცა განმეორებითია და კი ბატონო და რატო აყენებ შენ ეგეთ შეურაცხყოფას ღირსების მეგობარი მივიდა რომ გარკვეულიყო სიტუაციაში და მეგობარის დააყოლეს და ჩაქოლეს ათმა პოლიციელმა იქ თანამდებობის პირებიც იყვნენ ხო რა ხდება ახლა უფლებამოსილების გადამეტებით აღიძრა საქმე კი ბატონო კარგია მაგრამ რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? აი ეგ კითხვები აუცილებელია. ჩემი პირადაზის კეთილაშა, ასეთ დროს პირველ რიგში უნდა დადგეს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა. ეს არ არის ერთმა პოლიციელმა გადაამეტა და ორმა. ამას ისწრებოდა სამხარეოს უფროსი, თუ არ ვცდები. ეგ უნდა მეთქვა, მინიმუმ სამხარეოს უფროსი უნდა გადაყოლოდა, მინიმუმ. მან ესწრებოდა ფაქტს. ხო, კი ბატონო, მინიმუმ ეგ უნდა გადაყოლოდა და მაქსიმუმ მინისტრი. ვიხდით? აი ამაზე ვამბობ ჩვენ, ახლა რიგით პოლიციელმა ვიღაცამ უფლებამოსილებას გადაამეტა, კარგია, რომ უნდა დაისაჯოს. და ანალოგიური ვერ უნდა გაბედოს ვერავინ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდით 2007 წლიდან და თუ იგივე ქაოსში არ მოვხდებით ჩვენ კონკრეტული ნაცების რომელიმე სახი არ მოგწონდა და მაგას ვებრძოდით? ხო, რავი, სახელი და გვარი კი არ მოგწონდა ჩვენ და ფიზიონომია იმ ადამიანებს. კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებები არ მოგწონდა და მაგის წინააღმდეგ გამოვედით და იგივეები აღარ უნდა განმეორდეს, თორემ მთელი ერთეული შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. სისტემური ხასიათი არ უნდა მიიღოს და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ სხვა ადამიანმა ვეღარ გაბედოს მე იგივე ქმედება. ნახოთ, დაველოდოთ მომდევნო დღეებს რა იქნება ის სამხარეოს უფროსი თქვენ რო თქვით გადაყვება თუ არა ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ის უნდა ყოფილიყო რეაგირება და ძალიან სწრაფი. ხო, არა, ეს უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული კი ბატონო და ამ ადამიანს დანა ქონდა თუ არა და დანაშაული ჩაიდინა თუ არა, რაიმე კონკრეტული ამაზე სასამართლო ირჩევს, მაგიტომ არის სასამართლო. მაშინ რა ვიცი გავაუქმოთ სასამართლო და ყველა დამნაშავე ურტყათ და მოუკლათ მაშინ. ნახე ესეთ კითხვას დაგისვამ. როდესაც დაკავება ხდება ასეთი მძიმე კანონდარღვევებით. ამ სამართალდამცავების მიერ ამ პირის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები რამდენად ლეგიტიმურად შეიძლება სასამართლომ ამის მერე ჩათვალოს?
არა, უყურეთ აქ უნდა გავმიჯნოთ ორი რამე რა, უყურე. თუ პიროვნება დამნაშავეა, მართლა ქონდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან რაიმე დანაშაულზე მოხდა მისი დაკავება. ლაშა, რა დარწმუნებული ვართ, რომ მართლა ქონდა და ეხლა თავიანთი ქმედებით გასაბჭოა. ეგ მეორე საკითხია, მაგაში გეთახმები, მაგრამ გამომრიცხავ გარემოებას გეუბნები მე. ადამიანი თუ მართლა ჩადიოდა დანაშაულს და ფაქტზე იქნა აყვანილი და მასზე მოხდა ფიზიკური ზემოქმედება, ხო არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. ორივე უნდა დაისაჯოს. ის ადამიანი იმ კონკრეტული დანაშაულისთვის და პოლიციელები უნდა დაისაჯონ ძალის გადამეტებისთვის. მაგრამ მაგ შემთხვევაში კითხვის ნიშნები ჩდება, რაც ჩვენ თქვი ბუნებრივია. ამ ადამიანებმა არა მარტო უფლებამოსილებას გადაამეტეს, არამედ ჯარგონულად რო თქვათ, ხო არ ჩაუდეს ეგდან, არ მქონდა ნამდვილად? ეგეც საკითხია. ხო, რაიმე ინტერესი ხო არ იყო პირადი რომ ეგ ადამიანი დაეკავებინათ. აი ეგ ყველაფერი გასარკვევია რა, ახლა დეტალურად დაკავება ერთია და ამ ფორმით ეწამებინათ. ნახე, მოდი ახლა ამ თემაზე ესე დაგისვავ კითხვას. სად გადის ზღვარი ლეგიტიმურ დაკავებასა და ჯგუფურ წამება არასათანადო მოპყრობას შორის? ზღვარი აი იურიდიულად სად გადის? ლეგიტიმური დაკავება, როდესაც ჩვეულებრივად კონკრეტული პიროვნების მიმართ გაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, გაქვს მოსამართლის განჩინება, ან ფაქტზე აკავებ, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აქვს, დაკავება უნდა მოხდეს 7 ვითარებაში. მაგრამ ეგ რაც დავინახეთ, ჩვენ იყო თავდასხმა, ჩვეულებრივად ეგ იყო კრიმინალი ჩადენილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. აი მანდ არის წითელი ზღვარი, მიხდი ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები. იმ დამნაშავეწას თავისი უფლებები აქვს. ადვოკატს ითხოვდა ადამიანი და გაიგდეს წიხლქვეშ. არანორმალურ სიგიჟეა ეს ჩვეულებრივი. რა ზღვარზეა ლაპარაკი ჩვეულებრივად, ბორკილები უნდა დაედოთ იმ პოლიციელებისთვის ადგილზე იქვე. ხო და ნახოთ რა რეაგირება მოყვება, დეტალებში ვერ ვერკვევი, ახლა უბრალოდ კადრები ვნახე და პროკურატურის განცხადება ვნახე. 5-დან 8 წლამდე ისჯება აღნიშნული ქმედება. იმედია ყველა ვინც შემხებლობაში იყო ამ დანაშაულთან, ყველა პოლიციელი გამოვლინდება და სათანადოდ აიჯებიან. იმედია სამხარეოს უფროსი გადაყენებული იქნება თანამდებობიდან და თუ ადგილზე იყო დასჯილი იქნება და ეს იქნება ერთგვარი მაგალითი და წითელი შუქი, რომ სხვა პოლიციელებმა ვერ გაბედონ ანალოგიური ქმედება. ნახოთ, დაველოდოთ. და ამ ადამიანს ქონდა თუ არა და ამ ადამიანს ყავს ადვოკატი და გაირკვევა დანაშაული ჩაიდინა თუ არა. მაგრამ როგორც ამ საღამოთი შეხვდა იზოლატორი დატოვა უკვე ამ ადამიანმა, მე მგონი. ლაშა, ეხლა ისერად და ეგვის სწრაფით იმოქმედებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მარტივად, აი ნახე, მარტივად რო ჩაიფარცხოს საქმე. მოდი, რადგან ეს შენ თვითონ ახსენე, მე დასაწყისში პატარა მონოლოგის სახით როცა ვისაუბრე, ისიც აღუნიშნე, რომ მე არ მინდა რაღაცა შეთქმულების თეორეტიკოსად მომიხსენიონ და არ საუბრობ იმაზე, რაც საზოგადოებას არ უნახავს. რა შეიძლება და ყოფილიყო საფუძველი, პოლიტიკური იქნებოდა, ამ ყველაფერზე საერთოდ არ ვსაუბრობ. მე დღეს ვსაუბრობ იმ კადრებზე, ზუსტად იმ კადრებზე, რაც ყველამ ვიხილეთ და ამას ვერ იტყვის ვერავინ, რომ იცი რა, ეს მოგონილია, ეს კი ბატონო, მაგ მოყვები ზუსტად, მაგ მოყვები დეტალებში ვერ ვერკვევი და რა იყო მიზეზი ამ და საფუძველი ამ ადამიანის დაკავების ვერ ვიტყვი. ამას შემდგომ გამოძიება დაადგეს. მაგრამ დაკავება როგორ მოხდა, ეგ იყო საშინელება. და შენ კარგად აღნიშნე, რომ ამ ადამიანს გაუმართლა, რომ კამერით გადაიღო ვიღაცამ და გავწელდა ეს კადრები რაღაც ვირუსულად, მაგრამ თელმა საქართველოს ვნახეთ. და პროკურატურა ეზულებული გახდა, რომ გამოძიება დაეწყო. მაგრამ გამოსაკლევია კიდე ამ ადამიანებს მანამდე ხო არ აქვს ანალოგიური ქმედებები ჩადენილი, ახლა ეს პირველი არ იქნებოდა. შეიძლება ისეთი ფაქტები ჰქონდათ, რომ ვერავინ ვერ გადაიღო და ანალოგიურად ამ ადამიანის გავსად ძალიან ბევრ ადამიანზე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიღენებული. ამ ადამიანების წარსული ქმედებების გამოძიება უნდა მოხდეს არა მარტო დღევანდელი. და შეიძლება უნდა გავიჩინოთ ერთად ჩვენ ეხლა უყურეთ თლიან პოლიციას არ უნდა მივაყენოთ ჭრილი რა, იქ პატიოსანი ხალხის მუშაობენ და რომელიც მართლა კანონის სრული დაწით მოქმედებენ, არიან ეგეთების და რამდენიმე 10 ნაწილალას გამო თლიან პოლიციას არ უნდა მივაყენოთ ეხლა ჩვენ ჭრილი და შეურაცხყოფა. და მართლა არ არის შედარება დღევანდელ პოლიციას და სააკაშვილის დროინდელ პოლიციას შორის, მაგრამ ის იმ დროინდელი კადრებით როა გატენილი და ნახევარზე მეტი დატოვებული და ეგ ადამიანები საბოტაჟს რო აკეთებენ და იგივე ქმედებებს აკეთებენ. აი ეგ არის საშინელება და ეგ უნდა აღმოიფრქვას. და სამაგალითოდ უნდა იყოს დასჯილი ყველა და უნდა დაიწმინდოს ყველაფერი, ანუ პროკურატურა, სასამართლო,
პოლიცია, საჯარო სტრუქტურები ამ დამნაშავე ელემენტებიდან უნდა გაიწმინდოს ხალხო თუ გინდათ რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ეგ არის ერთადერთი გამოსავალი. საკადრო პოლიტიკა ქართულ ოცნებას აქვს ნული. კი ბატონო. ლაშა, ნახე რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი და ვახსენეთ წინა სისტემა და მისი კატასტროფული ხარვეზები და საშინელებები შენ იმ პერიოდში იბრძოდი ქუჩაშიც და ასე ანუ ქუჩის მიღმაც პოლიტიკურადაც და როგორც იურისტი ისე გიწევდა ბრძოლა და მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვა შენი პრაქტიკიდან გამომდინარე არის თუ რა არის მთავარი ინდიკატორები რითიც მიუხვდებით რომ სახელმწიფო რეალურად ცდილობს დამნაშავე პოლიციელების დასჯას და არა საქმის მიფუჩეჩებას ან დროში გაწელვას. აი რამ უნდა მიგვანიშნოს ამ ყველაფრისკენ? შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენ არ ხარ იურისტი, რომელიც დღეს და გუშინ გამოიჩეკა. ხო წლებია შენ ამ საქმეში ხარ და არაერთი საქმე გავლილა შენს ხელში, როგორც ნაცების დროს, ისე ასევე ოცნების ხელისუფლების პირობებში. კი ბატონო, აქ თავარი ინდიკატორი არის ის, რომ თუ დღეს გამოწვიება არ დაიწყებოდა მაშინ ჩავთვლიდით რომ მიფუჩეჩებას აქ ადგილი, მაგრამ დღეს გამოწვიება დაიწყო. უბრალოდ რამდენად ლოგიკურ დასასრულამდე მივა, აი ამას უნდა დავაკვირდეთ და ეს უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, არ უნდა გაიჭიმოს თვეები, რა თქმა უნდა. ამ უახლოეს დღეებში ხვალზე კონკრეტული დამნაშავე პირები უნდა იყვნენ გამოვლენილები და დაკავებულები. ბრალი უნდა იყოს წარდგენილი ყველა იმ ადამიანზე, ვინც იქ მონაწილეობდა. მე არ ვამბობ რომ 5 ადამიანი დააკავონ და 5 არა, 10 იყვნენ, 10-ვე დასაკავებლები არიან. იმიტომ რომ იმ 5-მა ელემენტარულად სამსახურებრივი გულგრილობაა, ხო? თუ უყურებს შენ რომ შენი თანამშრომელი ურტყავს და დანაშაულს ჩადის, რეაგირება უნდა მოახდინო, უნდა აღკვეთო, უნდა გააჩერო, უნდა გამოიწახო, რავი, შენი ხელმძღვანელობა ჩააყენო საქმის კურსში და რაღაც რეაგირება უნდა მოახდინო, ახლა თანამშრომელი გამოდივარ, ჩემ თვალწინო ადამიანს ურტყავდნენ და მე უბრალოდ უყურებ, რა გამოდივარ თანამშრომელი, ხო, თან პოლიციელი რო ვარ და ფორმა რომ აქვს და მუნდირი რომ აწვია. ხო და აი ამაზე ინდიკატორი იქნება ეგ ხვალდაზე რა რეაგირება მოყვება. ნახოთ დაველოდოთ რა ყურადღებით აი მართლა ამ საღამოთი ვნახე ეგ კადრები და მართლა აღმაშფოთებელი იყო და მალევე მოყვა პროკურატურის განცხადება რომ გამოწვიება დაიწყეს უკვე ვნახოთ აი ამ უახლეს დღეებში. ნახე მე არ მომეწონა და რა მენიშნა ძალიან ცუდად ლაშა გეტყვი. დილით გავრცელდა ეს კადრები და საღამომდე ამ ყველაფერზე არ ყოფილა ესეთი ფაქტი როცა ხდება და გასაჯაროვდება ჯერ გასაჯაროვდებოდა მანამდეც რატომ არ იცის სისტემამ თუ კი ესეთი ფაქტები ხდება ხო მე ამიტომ ვაყენებ და ამიტომ ვამბობ მკაცრად ამ კომენტარს ვერ მივხვდი ურტყავდნენ სხვა თუ არაფერს უკეთებდნენო და რა ვიცი მისაღებია ამ ადამიანისთვის რა ვიცი, კანონდამცველის მხრიდან დამნაშავე იქნებით თუ არ იქნებით, თუნდაც დამნაშავე იყოთ. კანონის წინაშე უნდა აგოთ მე მგონი პასუხი და არა წიხლებ. ნიშნულობა რა აქვს რა ტიპის დანაშაული იქნება. როდესაც საზოგადოება ბრბოს პრინციპით ლინჩის წესით უსწორდებოდა ხოლმე ბავშვის გამაუპატიურებელს ან რაიმე მძიმე დანაშაულის ჩამდეს ფსიქოლოგიური მომენტით სადღაც საზოგადოებას ამას გაუგებ იმიტომ რომ ემოციური ფონი ადამიანს გადაიყვანს ჭკუიდან ღმერთმა ყველა დაიფაროს ესეთი ფაქტისგან და ამას გაიგებ მაგრამ სამართალდამცავი სისტემა რისთვის არსებობს ხო დაიცვას კანონი და კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იმოქმედოს არა აქვს უფლება გადაკვეთოს ზღვარი მაშინ სახელმწიფოებრიობას ექნება აქ უკვე საფრთხე თუ კი კანონდამცველი თავად დამრღვევად იქცევა ხო კანონის ბუნებრივია მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რაღაც თეკლა გასამიჯნი რომ ამ ყველაფერმა არ მიიღო სისტემური ხასიათი მივხვდით ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის დროს გვახსოვთ რომ უშუალოდ ხელმძღვანელობის მხრიდან იყო დავალება და მწვანე ანთებული რომ რა თავისუფლად შეეძლოთ ადამიანი მოეკლათ, რა ვიცი, დაინვალიდებინათ და ამაზე არავინ არ იშებოდა. აი ეგ სახე არ უნდა მიიღოს და კარგია რომ შენ ამ თემაზე ლაივი ჩაწერე და კარგია რომ საზოგადოებამ გამოხატა თავის პროტესტი, იმიტომ რომ იმ ყველაფრამდე არ უნდა მივიდეთ. სააკაშვილის რეჟიმი როგორ მივიდა აქამდე? ხალხის მდუმარებით. და ყველა თითოეულ მსგავს შემთხვევაში არის ხალხის რეაგირება საჭირო. ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. მით უმეტეს, როდესაც შენ პოლიციელი ხარ, თმენის მეტი ვალდებულება გაქვს. თუნდაც შეგაგინოს და რო აკავებ და დაკავების დროს შეგაგინოს, უფლება არ აქვს რომ დაარტყა. უფლება არ აქვს რომ ფიზიკურად იწელადო იმ ადამიანზე. არის მუხლი ხო ფიზიკური შეურაცხყოფის, არის მუხლი სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგებინე კანონის
მიხედვით პასუხი. რა პაპუასის ხო უნდა დავემგვანოთ, ხო? რაღაც ქუჩური გარჩევები ხო უნდა დაიწყო პოლიციამ, ხო შემაგინა და მოდი დავარტყავ. ჯერ არ შეუგინებია ამბის. არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ზოგადად ვამბობ. ნახე, ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ თუ კი პოლიციელს ემოციური ფონი გაექცა, ხო? იქ ერთი ადამიანი ხო არ იყო. თან ნახეთ, არ გადისმის როგორი ბინძური სიტყვებით აგინებენ და უტყავენ და წიხლებით შედგნენ, ხო? და ერთს თუ შეეშალა ამდენიდან ერთი გონიერი როგორ ვერ აღმოჩნდა და ვერ გამოდგა, რომ იცი რა ხალხო, ამას ნუ ვიზამთ და არ არის ეს სწორი. კი ბატონო, ეგ თქვი, ანუ ის დანარჩენებს უნდა მოეხდინათ რეაგირება, მაგრამ აქ ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. თავარდნილ ადამიანს ურტყავდნენ, წიხლებით შედგნენ. ეგ არის უბედურება, რა უნდა გაეჩერებინათ, ყველა იღებდა ამ ადამიანის წამებაში მონაწილეობას. აი ეგ არის ამაზრდენი, ვიხდით, ერთი ადამიანი რო ყოფილიყო, კიდევ ვიტყვით, რომ ამ ადამიანს რაღაც ნერვებმა ურტყუნა. კანონი დაარღვია, ადამიანია ეს პოლიციელია და მოდი ეგ ერთი ადამიანი დაისაჯოს, მაგრამ 10 ადამიანი გაგიჟდა ერთად, 10 პოლიციელი ერთად გაგიჟდა? ეგ არის უბედურება. ნახე, რეაგირება მოყვება ამ დღეებში. აქ რაღაც კომენტარებსაც მინდა თან ვადევნო თვალი, ევროპაშიც ეგრეა და რატომ გიგვირთო? სხვაგან რა არის? მე არ მაინტერესებს. ჩემს ქვეყანაში არ უნდა იყოს მორღვეული ეს ყველაფერი. კი, ლაშამ ძალიან სწორად აღნიშნა, ეს კრებითად და ყველას ერთად სამართალ დამცავს არ უნდა გადავუაროთ, მაგრამ თუ კი ესეთ ფაქტზე საზოგადოების სწორი რეაგირება არ იქნება და რეაქცია არ გვექნება, ხვალ ზეგ ნებისმიერი ჩვენთაგანის ოჯახის წევრი შეიძლება გახდეს ან ჩვენთაგანი გახდეს ასეთი ფაქტის მსხვერპლი და დაცული არავინ არ ვიქნებით. და თუ კი არ გვინდა, თუ ვამბობთ იმას, რომ ნაცების კადრებია კიდევ შემორჩენილი, ვისი პასუხისმგებლობა იყო, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, 1-2 წელი ხო არ არის და ერთი არჩევნები ხო არ არის, რაც ხელისუფლებაში არიან, კაცო, 14-15 წელია, ხო? და ამდენი წლის განმავლობაში თუ სისტემა ამ დოზით და ამ ფორმით ვერ გაწმინდე, როცა სალფეთქს არ იცვის ადამიანი სუფრასთან ისე იცვლება ჩვენს ქვეყანაში პრემიერები, შინაგან საქმეთა მინისტრები და ასე შემდეგ. და სად ხარ ადამიანო, სად გძინავს? ეგ არის უბედურება, თეკლა მაგას ვამბობ, რა საკადრო პოლიტიკა ქართულ ოცნებას აქვს ნული, ამათი ბრალია, ხელისუფლების ბრალია, რაც ხდება და რა ქაოსი ხდება ქვეყანაში, ბუნებრივია. სოსო გოგაშვილი, როდესაც სუსის უფროსის მოადგილე გეყოლება ისეთი, რომ რა ქვია, ინფორმაცია გამოქონდა სუსიდან, ჩვენი უსაფრთხოება რო უნდა დაიწყოს და ნოდარ მელაყესთან მიდიოდა და ყიდდა. რა საკადრო პოლიტიკაზეა ლაპარაკი? აი, ქალბატონი თამარ ფხაკაძე გვიწერს ძალიან ზუსტ შეფასებას, რუსთავაზე ცოცხლად წვავდნენ პოლიციას და ამ ნაცებს ვერ ეუბნებიან ვერაფერს და აი წარმოიდგინე, როდესაც მართლა ძალის გადამეტება კი არა, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის საფრთხე იყო. ისინი ან მაშინ ვინ დაისაჯა თეკლა? ერთი ლაზარე გრიგორიაძის. ლაზარე ის დროებით და თან ნახე, ისიც ვერ წარუდგინეს, ის დანაშაულიც, რაზეც აიყვანეს. მამასთან დაკავშირებულ ფაქტს. არის ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი სამართალი, რავი, მარტო ლაზარე ისრო და იქ მოლოტოვებს. ქალაქი გადაწყვეს, ქალაქი ჩვეულებრივად აძრის კედლების და რომ მაიდნამდე მისული. ტერიტორია იყო კატასტროფულად მოხატული და გაუბედურებული, ლაშა. კი, ანუ მაიდნამდე მისვლას აღარაფერი ატყდა და მარტო ერთი ლაზარე გრიგორიაძის იყო დამნაშავე, ეგ უნდა აღეკვეთათ და მანდ უნდა ევაშკაცათ. და არა ამ საწყალ ბიჭთან ერთი ადამიანი რო დაიჭირეს და 10 ადამიანი რო დაახტენ. შეიძლება ეს სამართლებრივად დამნაშავე იყო რაღაც, თქვა დანაშაული ქონდა ჩადენილი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ნახე რაღაც სასწორის სპინაზე, როცა იდება იქედან აქედან რაღაცეები, ხო აქ ამას მნიშვნელობა, რა დოზის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ნახე, იმათ ვერ მოთხოვეს პასუხი და იქ ქონდათ თმენის ვალდებულება, იმიტომ რომ იქ კადრები არ დადებული იყო, ვაიმე პოლიციელმა გადაამეტა. ამ კადრებს არ ელოდებოდნენ თუ გავრცელდებოდა. ფაქტი ეს არის, ხო? და ერთ ადამიანთან გასპეცრაზე უცებ და მაგრები გამოჩნდნენ. მაგიტო ვამბობ, მაგიტო ამ ადამიანების ასული ქმედებები უნდა იყოს გამოკლეული ახლა ეგ კადრები რო გავრცელდა იწულებულები გახდნენ ახლა რომ რეაგირება მოეხდინათ და ბოლომდე მიიყვანენ დარწმუნებული ვარ თუ არა და ამასაც ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი ჩვენ ყველამ ერთად და არ უნდა გავჩერდეთ. მანამ არ დაიჭებიან ყველა იმ ქმედებაში მონაწილე პირი. მაგრამ ეს კადრები რო არ გამოქვეყნებულიყო რა მოხდებოდა? რო არ გადაეღოთ. ჩაივლიდა ხო ყველაფერი ისე. და იქნებ ანალოგიური ქმედებები ჩადენილი აქვთ. აი ეგ უნდა გაირკვეს ჯერ. ბატონო.
ნახე, როდესაც პოლიცია, რომელიც წესით კანონს უნდა იცავდეს და მოქალაქეს უნდა იცავდეს, თავად იქცევა საფრთხით. რა ემართება ასეთ დროს სახელმწიფოს სამართლებრივ საძირკველს? აი, ტყობალაშას დაურეკეს ტელეფონზე და არ არის პრობლემა, შემოგვიერთდება რამოდენიმე წამში. რეალურად ეს ფაქტი კი აქ ხარ, კამერას გაგიჩავ ლაშა. რეალურად, როდესაც ესეთი რაღაც მოხდა, ხო? რა ემართება ასეთ დროს სახელმწიფოს სამართლებრივ საძირკველს, ლაშა, როცა კანონდამცველი კანონს დამრღვევად გადაიქცევა. სახელმწიფოს ამით არაფერი არ აკლდება, ანუ რატო განმარტავ ახლა რა? არა, ნახე სამართლებრივ საძირკველზე მაქვს საუბარი. გეტყვით, კი ბატონო. ნუ კონკრეტულმა პოლიციელმა გადაამეტა უფლებამოსილებას, დაისჯება და ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ამან არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი, რაც მე ვახსენე. აი მან ჩამოიშლება სამართლებრივი საფუძველი და საძირკვლები უკვე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობა. ნდობა თუ დაიკარგა საზოგადოების მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობა თუ დაკარგა ხალხმა, ჩამოშლილია ჩათვალე. სამართლებრივი სახელმწიფო არის ჩამოშლილი. ხალხს თუ ნდობა აღარა აქვს პოლიციის მიმართ და თუ ეშინიათ შიში აქვთ. აი მერე დაიწყება ქაოსი მართლა ქვეყანაში. აი ამ ნდობის დაკარგვის საფრთხეა, მიხვდი? და ამისთვის რომ ნდობა აღდგეს, ნდობა გამყარდეს, უნდა სამართლიანი მიდგომა, უნდა დამნაშავეების გამოვლენა და დაშავა. უნდა პოლიციის რეფორმა, ყველა მოკრიმინალო ელემენტი პოლიციიდან უნდა იყოს განთავისუფლებული და დარწმუნებული იყავი, რომ მსგავსი ნაწილების მსგავსად ძალიან ბევრი პოლიციელი მუშაობს იქ, რომელიც პოლიციის ფორმას ატარებს და ჩვეულებრივად კრიმინალია. აი ამ ყველაფრის გამოვლენა უნდა მოხდეს და როდესაც გაჯანსაღდება პოლიციიდან ნდობა დაბრუნდება, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი გამყარდება და მივიღებთ ისეთ სახელმწიფოს, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მასია ერთმანეთთან სასამართლო უნდა გავაჯანსაღოთ. კი ბატონო. პოლიციასთან ერთად სასამართლო თუ არ არის ობიექტური, მიუკვერწყებელი და სამართლიანი, მაშინ ჩამოიშლება ყველაფერი და ყველაფერს აზრი ეკარგება. და არ ვიცი, ნახოთ, აი ქართული ოცნებაში რა ფიქრობენ ხელისუფლებაში, საკადრო პოლიტიკის გონში რო არ არიან, ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით. იმიტომ რომ ყველა ყოფილი პრემიერი დამნაშავე აღმოჩნდა და ყველა ციხეში უზით, სუსის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, არ ვიცი რა ვიყავდათ მაშინ ნორმალური. ხო და ნუ გვიკვირს ჩვენ რომ პოლიციაში იგივე კადრები არიან. კოჰაბიტაცია ვინ მოიგონა ხალხო, ნუ გამაგიჟდეთ მე თუ ქართულმა ოცნება. ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის ქვეშ ხდება ამდენი წელია ესეთი სისტემური ხარვეზებით ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, მე ასე ვაფასებ ამ პროცესს. იმიტომ რომ ეს კი ბატონო არ არის შეიძლება ყოველდღიური ფაქტი და ხშირი არ არის, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ ლაშა, ჩემი პოზიციიდან ვამბობ, იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ ესეთი შეიძლება ხდებოდეს და უბრალოდ ეხლა ეს კადრები ვიღაცამ გადაიღო და აქამდე არ მომხდარა ის, რომ ეს კადრები გამოჩენილიყო, ხო? ქართულ ოცნებას არ მოუხდენია კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაციის სათავეში იჯდა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი. გვახსოვს კადრები მთელს ქვეყანას, რა ვიცი, მეხსიერება მე მგონი არც მე მღალატოს მაგდოზით და მაგ ფორმით, რომ ეს კადრები არ მასოდეს, სოციალებშიც მიდევს, კოჰაბიტაცია როგორ შედგა და სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის შორის ხელის ჩამორთმევის ფაქტით გამყარდა ეს ყველაფერი, ხო? და მაგის შემდეგ მოდის ის, რომ სისტემაში დარჩა ის ჩამყაყებული ხალხი, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროში და არა მარტო სტრუქტურაში, მაგ სტრუქტურაში. ყველაფერს თავის სახელი დავარქვა რა. კოჰაბიტაცია არის დანაშაული. ეს ნახე, ეს პირველი სიტყვა იყო, ტერმინი ისეთი შემოგდებული, ხალხს კარგი რაღაც ეგონა და კარგა ხანს ვერ გაიაზრა ქართული საზოგადოება. კი, და აიყურე რო გამარტო. კოჰაბიტაცია თავისი არსი წუდი კი არ არის. თანაცხოვრებას და თანაარსებობას ნიშნავს. ანუ შენ ოპონენტთან ერთად თანაარსებობა უნდა შეძლო. იქნება ეს ოპოზიცია თუ შენ. მაგრამ დანაშაულებრივი. აი მათ მევინე მაგამდე მივდიოდი. იქნება ეს რადიკალურად მიუღებელი შენთვის კონკრეტული პიროვნება თუ პოლიტიკური ჯგუფი და თუ ასე შემდეგ, მათთან თანაარსებობა უნდა ისწავლო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სამართლიანობის აღდგენის შემდგომ. იმ დამნაშავე რეჟიმს პასუხი უნდა ეგო იმ დანაშაულებებისთვის და შემდგომ, როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდებოდა, იმათთან კოჰაბიტაცია იქნებოდა ნორმალური.
მაგრამ დამნაშავეებთან და კრიმინალებთან კოჰაბიტაცია არის დანაშაული. და მოყვები შელოგიკაში სრულად. დასასჯელ ხალხი ჩამოართვეს და წლების განმავლობაში კარგად გემრიელად ყლიფეს ქვეყანა, ჩამოშალეს სისტემის ყველა სფერო ჩამოშალეს აბსოლუტურად. ქვეყანაში სფერო არ არსებობს, რომელსაც საფუძველი და საძირკველი დამპალი არ აქვს. და დამპალ საძირკველზე ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც გინდა მოვიდეს. ხალხო ვერასდროს ვერ ააშენებს ვერც ერთი კარგი მშენებელი, აი უბრალო მშენებლობის ფაქტი დავიღოთ. ვერც ერთი მშენებელი ვერ აგიშენებს დამპალ ფუნდამენტზე მყარ სახლს. და ასევია სახელმწიფო. პატარა მაგალითებიც შეიძლება ესეთი რაღაცები, ისეთი მინიმალისტურ თემებზე დავიდეთ და პატარა თემებზე ისეთ მარტივზე დავიდეთ, რომ სკოლის მოსწავლე და პატარა ბავშვმა შეიძლება გაიგოს ეს მარტივად, თუ კი სწორად ახსნი. არა თუ უფროს თაობას, რომელსაც საკმაოდ გონიერი აზროვნება და შეუძლია გაიაზროს, რაზე ვსაუბრობთ და რას ვამბობთ, ხო? მოდი, ესეთ შეკითხვასაც დაგისვავ ლაშა. როგორ უნდა დაიცვას თავი რიგითმა მოქალაქემ სისტემისგან, რომელმაც ძალაუფლების მონოპოლია ამ შემთხვევაში ბოროტად გამოიყენა. დაცვის მექანიზმი რა არის ასეთურას? ამ შემთხვევაში პირველი ყველაზე მეტი გარანტია რომ ადამიანმა თავი დაიწვას და ის კონკრეტული მიმართული რაიმე ქმედება აღკვეთოს არის საჯაროობა. ხმაური. აი ეგ არის პრევენცია ერთადერთი ამ ეტაპზე. ეხლა თუ ადამიანს დაიჭერენ და 10 პოლიციელი ურტყავს რემბო არ არის ახლა რა უნდა ხნას, მაგრამ საჯაროობა უნდა გახმაურდეს ეს ფაქტები და საზოგადოებამ უნდა ვიაქტიუროთ. აი ეს იქნება ერთგვარი პრევენცია. თუ საზოგადოება დადუმდება გადაგვივლია თავზე რა რომელი ხელისუფლება არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა ქართული ოსტება იქნება სააკაშვილი იქნება თუ მომავალი ხელისუფლება ყველა ხელისუფლება არის ხოლმე ტკბობის ზენიტში ძალაუფლების ტკბობის ზენიტში თუ მას გაუვა ყველაფერს გააკეთებს ყველა ხელისუფლებაზეა საუბარი ამიტომ ამბობ უნდა იყოს ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში მე არ ვამბობ გვარამია და იმ კრიმინალებზე ეროვნული ქართული ოპოზიცია უნდა იყოს რომელიც იქნება ხალხის წარმომადგენელი. თუ მძლავრი ოპოზიცია იქნება და ყველა ფაქტი გასაჯაროვდება და ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება, ეს ფაქტები აღარ მოხდება. დღეს ყავს იმე ოპოზიცია რეალური, რომ ქართულმა ოცნებამ ანგარიში გაუწიოს, პირდაპირ თქვათ, არავინ. ოპოზიციური ველი არის მოსუფთავებული. აი ეგ არის უდიდესი პრობლემა და ამიტომ ვარ ჩვენ ამ დღეში რომ ჯარიმების ქვეყანა გავხდით. ჯარიმებით ივსება ბიუჯეტი. ამიტომ არის რომ პოლიციელები ზოგიერთი ამდენს ბედავენ. ამიტომ არის რომ ყველა საჯარო სამსახური იქნება თუ ძალოვანი სტრუქტურები მერაბიშვილი ახალაიას და კეზერაშვილის კადრებით არის გატენილი. ამ ყველაფერზე რეაგირება რო არ ქონდა და თვალი დავხუჭეთ და ტახშუკრავდით კოჰაბიტაციას, ჩვენი ბრალია ხალხის საზოგადოების. და ეხლა ვიმკით ამ შედეგებს. ვაშა ნახე. იმედია გამოფხიზდება ხალხი. ქართულ ოცნებას ჭირდებოდა საკუთარი კომფორტისთვის ყოლოდა ოპოზიციათ ნაცები, იმიტომ რომ რაც არ უნდა სენსიტიური და რაც არ უნდა მძიმე თემებზე წამოეწყოთ საუბარი ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რასაც ესენი უწოდებდნენ და ბუას სახით ყავდათ საზოგადოების თვალში წლების განმავლობაში წარმოჩენილი, მათ ესენი ჭირდებოდათ, იმიტომ რომ სოციალური პრობლემა იქნებოდა, ეკონომიკური პრობლემა იქნებოდა, სისტემური დანაშაული, ყველაფერზე ექნებოდათ პასუხი. 100%-იანი სიმართლე რომ ეთქვა პარლამენტში ნაც ტრიბუნიდან, ბიჭო, სისხლიანი 9 წელი. და დამთავრდა, მარგინალიზებულია თვითონ თემა, ხალხი დაგვიკიდეს თავიდან ბოლომდე ფეხებზე, არ აინტერესებთ საერთოდ საზოგადოებას რა მოუვა. ერთად შეხმატკბილებული კარგად მავნებლურად ჭამენ უკვე წლებია ქვეყანას და როდესმე ხო უნდა გავიღვიძოთ იმაზე თვალი დავხუჭე, ამაზე თვალი დავხუჭე, ამაზე გავჩუმდი. გეძინება, გამოიძინე და გამოიღვიძე რაღაც ხო დადგადრო რომ გამოიღვიძო. კაცო, ამდენი წელი ძილი გაგონილა? ხო არა, საშინელებაა თეკლა. ეგ ერთი რომ ჭირდებოდათ ისინი მტრის ხატად მივხვდით, მაგრამ აი ჩვენ თუ არ აგვირჩევთ ეგენი მოვლენ, მაგრამ თვითონ თან არსებობენ ძალიან კარგად. ბიზნესები აქვთ ერთად, ჩვენ კარგად ნახეთ, იგივე კოლ-ცენტრები, ხო? ჩვენ ევროპელ პენსიონერებს რო ატყავებდნენ და ბევრი ქართველიც მოხვდა ალბათ მაგმახეში.
რავი, კეზერაშვილი ელისოკილაძე გაირკვა, ლილუაშვილს ქონია, ანუ ოპოზიციას და პოზიციას ერთად. რამდენი წელი ხელშეუხებელი იყო ელისოკილაძე? ხო. ვინ კრიშავდა ამ ქალს, ეგრეთ წოდებულ დაკრიშვას რო ეძახიან, რომ ეს საქმიანობას აგრძელებდა ქვეყანაში და თან ჟურნალისტის და ობიექტური ჟურნალისტის სახელით შეფუთული ხანვის უბრახუნებდა, ხანვის დაარტყავდა ვიღაცის და კი ბატონო, არ ვიცი, ელისოკილაძეზე თუ მოიძებნება ერთი ადამიანი რო კარგი თქვას, კი ბატონო, მაგრამ ეგეთი აი ეს ადამიანებდა ფაქტია, ლაშა, ამდენი წელი. ბუნებრივია. აძლევდა დატოვებას კონკრეტულ პირებზე, მიუქცევდა და გადაუვლიდა იმ პიროვნებას, ვიზეს დავალებას მიიღებდა, ხო? კი ბატონო. და ეგ არის სწორედ აი ძალიან წუთი ჩვენ ქვეყანაში რომ ყოფილ კრიმინალებს და დღეს მოქმედ ხელისუფლებას გაარკვეული დანაშაულებრივი სქემები ერთად ჰქონდათ. ეხლა რა წარ უნდა თქვა რომ ლილუაშვილი ჩვენთან აღარ არის და ჩვენ დავიჭირეთ, რამდენი წელი მართავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს? ლაშა, თუ გვეტყვიან იმას, რომ ეს ჩაგვიდეს, ის ჩაგვიდეს, ეს არ ვიცოდით, დღევანდელ დღეს ის რომ ხელისუფალმა რაღაც არ იცი შენს მიერ დანიშნულ პირზე, ქვეყნის წინაშია დანაშაული და მე მეუბნები, კაცო და მე მიპრავებ იმას, რომ ვაიმე არ ვიცოდი? რას ქვია, არ იცოდი, რო არ იცოდი, მაგიტომ ხარ შენს დამნაშავე და თანამონაწილე ამ ყველაფრის. გამართლებს ის რომ არ იცოდი, ამდენი წელი ვის სამართინებს ამ ხელა სტრუქტურას და სისტემის ამ ხელა დანაყოფს. კი ბატონო, გეთახმები და ყველაზე წუდი არის ის, რომ deep state-ი გვანიშნინებდაო თანამდებობის პირებს, რო ამბობენ და კანონებს გვაღებინებდა ანტიქართულსო, თითო რო აღიარებენ, არის ამის შემდეგ მორალური უფლება აქვს ქართულ ოცნებას იყოს ხელისუფლებაში? თვითონ ვიამბობენ, რომ ქართველი ხალხი საწინააღმდეგო კანონებს და დამნაშავე პირებს სპეციალურად ნიშნავდნენ, იმიტომ რომ ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული deep state-ი არ გაენაწყენებინათ, ეს deep state-ი ვინ არის დამანახეთ მაინც სახეზე. მინდა ერთ კომენტარს ვუპასუხო. ჯერ ამოსვლა ითხოვა და ძალიან დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანის რდილობიანი საუბრით არ ამოვა აქ ისეთი აბსურდული ტექსტი დაგვიწერა. სად ნახეთ ძალადობრივი კადრი გორში რაც მოხდა, იყო პოლიციის მხრიდან ნორმალური დაკავება. სად ცხოვრობთ? რომელ საუკუნეში ხართ ასეთ შეკითხვას დაგისვავთ მე პირადად და ეს თუ თქვენთვის ძალადობა არ იყო, რა ვიცი, საკუთარ თავზე გამოგაცდენოთ უფალმა. თუნდაც დამნაშავე. კი, ამ ადამიანის ლოგიკა რომ მიყვეთ, ეს ადამიანი დილობიათ არის საუბრობს და მაგიტომ არ ამოვიყვან. როგორ უნდა ვესაუბრო ადამიანს და ამ ადამიანის ლოგიკას რომ მიყვეთ, ამ ადამიანის ლოგიკას რომ მიყვეთ, მაშინ სააკაშვილის დროს როგორც ხდებოდა დაკავებები ნორმალური იყო, პატიმრებს რომ კორიდორში ატარებდნენ. ნორმალური იყო, ახალგაზრდებს ქუჩაში რო კლავდნენ, ნორმალური იყო. არ ვიცი, ეგ ადამიანი ეგრე აზროვნებს ალბათ და მაგისთვის ნორმალურობის საზომი სხვანაირია ეთქობა. მაგრამ ჩვენთვის სხვანაირია, მიუღებელია მსგავსი ფაქტები. მიუღებელი კი არა, დანაშაულია, პირდაპირ ვთქვათ. არ ვიცი, ვერავის ეხლა მე აზრს ვერ შევაწყლებინებ, ამ ადამიანისთვის ძალადობა არის ალბათ ნორმა. და ჩვენთვის არ არის. კი ბატონო, ეგრეა ნამდვილად, მეც ისე ვფიქრობ, ლაშა. არ ვიცი ხალხო, რა ვთქვა, როდესაც სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ ხოლმე, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. აქ უნდა იდგეს საზოგადოების პასუხისმგებლობა და რატომ? და რატომ ვიძახი ამას უკვე კარგა ხანია. ხელისუფლება და პარტიები, რომლებიც საქართველოში 300-ზე მეტი პარტიაა ქვეყანაში, ხო? ვერაფერს ვერ დაგიშავებს და ვერ გაგიფუჭებს ქვეყანაში საქვეყნოს, თუ კი ჩვენ თითეული ჩვენთაგანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას დავინახავთ და ვიტვირთავთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. რა იყო მაინც და მაინც მართლა ის კადრები უნდა დაიდოს, რომ რაც ნაცების დროს დაიდო, რომ ვიღაცამ ხმა მოიღოს და ქუჩაში გამოცვიდეთ, ან ადგეთ და ხელისუფლების შეცვლა ითხოვოთ. მაინც და მაინც ესეთ საზიზღრობები უნდა მოხდეს? მაინც და მაინც ვინმეს შვილი უნდა მოკვდეს? მაინც და მაინც ვინმეს მამა უნდა მოკვდეს? ამ ფაქტამდე უნდა მივიდეთ, როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სისხლზე პროტესტი? არ ვიცი, და აქ არის საზოგადოების რა ინერტულობაა ყველაზე დიდი პრობლემა, მიხდი, ანუ როდესაც ჩვენ ფასებს არ აპროტესტებ, აი ელემენტარულად პროდუქტები ავიღოთ, მედიკამენტები ავიღოთ,
ავტობი ავიღოთ, ბენზინი ავიღოთ, ყველაფერი რო კატასტროფულად და ხელოვნურად მომატებულია ჩვენთან და ამაზე რო დუმხარ და მიხაუში ერთი სკამის გამო თავპირს რო ამწევ ერთმანეთს. არ ვიცი იმ საზოგადოებას რამე ეშველება თუ არა არ ვიცი. ყველაფერზე დუმა, ყველაფერს ეგუებიან. აი კომენტარებში გვიწერენ 10-დან 7 ღლიცინებს მესა კომენტარებშია და ჩვენი საშველი არ იქნებაო. მართალია. კი ბატონო, რა მეთახმები, კი ბატონო, ანუ ისეთ თემაზე საუბრობ შენ, რომ აქ, რა ვიცი, მე ოდნავაც კი არ უნდა გაგეღიმოს ალბათ, არ ვიცი. რა ვიცი რა პოლიციელი ერთ საწყალ ადამიანს ურტყავდა წიხლებით შედგა და რა ვიცი, ეს თუ ნორმალურია და რავი, აქ თუ უნდა ვიღადაოთ, ჟარგონულად რო ვთქვათ, მართლა არ ყოფილა ჩვენი საშველი მაშინ. მომენტებში ჭედავსო გვიწერენ კომენტარებში გაჭედავს კიდეც ხალხნო ნუ გაგიკვირდებათ როცა სისტემის ამ ხალხარვეზე ვსაუბრობ რეპორტებიც მოდის და თქვენი ლაიქების საშუალებით შეიძლება ეს რეპორტები გადაილახოს და ლაივი არ გაითიშოს ეს არის გამოსავალი მხოლოდ და თუ მომიშველებით კარგი იქნება ინტერნეტი როგორც Wi-Fi-ის ინტერნეტი მაქვს ჩართული ასევე მაქვს ტელეფონის ინტერნეტის ჩართული რომ ერთმანეთი დააბალანსოს როდესაც სისტემის ხარვეზებზე საუბრობ ამ სისტემაში გასაგებია რომ არის სუფთა ადამიანებიც ხო სამართალდამცავ სისტემაში ვიძახი მე ლაშა კარგად იციწლებია სხვადასხვა პროტესტში ყოველთვის აქტიური ვიყავი ხოლმე და გაშუქება იქნებოდა ეს თუ წინა ხაზზე დგომა და ყოველთვის ვიძახდი ხოლმე ან მე მიმართლებს ძალიან არ ვიცი რა ხდება მეთქი რა და რატომ როდეს მე არ მაქვს არასდროს აგრესიული ფონი სამართალდამცავებთან მაქვს დაძმული მიმართვის ფორმა ზრდილობიანი მიმართვის ფორმა ყოველთვის და ანალოგიურს ვიღებ მათგანაც. როდესაც ჟურნალისტები იძახიან ხოლმე რომ აი პოლიციელმა ესეთი რაღაცა და ასე გააკეთა, ისე გააკეთა, მე შემთხვევა არ მქონია. და პლუს ამას ვიტყვი რომ მქონია შემთხვევები, როდესაც საფრთხის დროს თავად პოლიციელი გადამფარებია, დაშეტაკებების დროს და რობოკოპების პერიოდში, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სიცხეში აქციის პერიოდში წყალი იქნებოდა თუ რაც იქნებოდა, აქეთ მოუწოდებიათ მე მესმის არიან ძალიან კარგი ადამიანებიც და ოჯახიშვილებიც, მაგრამ როდესაც ესეთი რაღაც ხდება და ამაში ჩართული არა ერთი და ორი პოლიციელი და ეს ამან არ უნდა მიიღოს სისტემური სახე და ამაზე უნდა გქონდეს მკაცრი რეაქცია საზოგადოებას, იმიტომ რომ არ უნდა მივიყვანოთ ქვეყანა ხალხნო იქამდე, რომ ნაცების დროს რაც მოგვიწია, აი გამოვარდა ხალხმა იხულა, გაგიჟდა ხალხი კადრებზე, ციხის კადრები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა, რამდენი ახალგაზრდა შეეწირა, რამდენი ოჯახი დაიღუპა ქუჩაში, რამდენის შვილი ჩაცხრილეს. ავიღოთ ირინა ენუქიძის საქმე, მთელი ოჯახი შეიწირეს, ხო? და აქამდე სანამ მიხვალ მაგას ვიძახი ხოლმე სულ საზარბაზნე ხორცს ნუ ველოდებით რა სანამ მე მეტკინება მანამდე სხვის ტკივილზე რომ რეაქცია არ მექნება სადღაც რაღაც დროს უფლის სამართალი მეც მომიტრიალდება რომ სწორ დროს სწორ ადგილას არ დავდექი და ხმა არ ამოვიღე ხანდახან კი არა და დუმილით გაიცა ქრისტე ხალხნო და ხალდახან დუმილი დანაშაულია და დანაშაულის თანამონაწილეობას ნიშნავს. როგორ შემიძლია მე არ რავდგე და არ გავაკრიტიკო ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, მე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი კაცო. იმიტომ რომ მაგ კაცის სახელით მოვიდა ქართული ოცნება, ხო, ხელისუფლებაში. არ არის პატარა ფიგურა ეს ადამიანი საქართველოში ეს ხო ყველას ვიცით და გააზრებული გვაქვს. სად არის პრემიერის პასუხისმგებლობა? სად არის შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა? ნორმალურ მე ვფიქრობ, ლაშა, მე ვფიქრობ დაგვიანებული აქვს კიდე. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს თუ პრემიერი არ გადადგებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ უნდა გადამდგარიყო, რომ ხალხის თვალში დაენახებინა, რომ ხალხი მე როცა ვდგებარ სათავეში ამ სისტემის, ამ პირობებში როცა ამ ხელა დანაშაული მოხდა, მე გადავდგები, მოვა სხვა და სასწრაფოდ ამას პრესიერად გამოიძიებს. როგორ დავიჯერო, რომ სწრაფად, კარგად, სწორად მოხდება გამოძიება, როცა ისევ იგივე არის მართველი. რას ნიშნავს სწორი მენეჯმენტი? მენეჯერი ელემენტარული, მართველი რგოლი. მას აქვს იმის ფუნქცია თავის დაქვემდებარებულს, საითაც უნდა იქეთ მიატრიალებინებს თავს და ისეთ მოძრაობას გააკეთებინებს. მეთიხეს, საითაც უნდა სახელურს
იქეთა მხარეს გაუკეთეს მარჯვნივ ენდოება თუ მარცხნივ, ხო? და თუ კი ესე არ ხდება სწრაფად რეაგირება, ნორმალურ ქვეყანაში შესაძლოა მინისტრი უნდა გადამდგარიყო. მე ესე თვითონ უნდა აიღო მორალური პასუხისმგებლობა, თვითონ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, კი ბატონო. მე ესე ვფიქრობ და სიმართლე გითხრა ცოტა უკვე საშიში ხდება ამ ქვეყანაში, საშიში რაღაცები ხდება. ეს ქვეყანას დააზიანებს, თორე პოლიტიკური სკამი, ჩემთვის ლაშა, ხო? არც კონკრეტული რომელიმე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სახის არ მოწონების გამო არ მქონდა პროტესტი, არც ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენლის სახის გამო არ მქონდა პროტესტი და ვინც უნდა მოვიდეს. კრიტიკა, ჯანსაღი და რეაგირება სწორი ნიშნულობა არ აქვს საკუთარი ბიძაშვილი რო იყოს და საკუთარი და ან ძმა ამაზეც უნდა გქონდეს. და როცა არ გაქვს რეაქცია ესეთ რაღაცაზე, შენ ამით მწვანეს უნთებ და აძლევ იმის საშუალებას, რომ საომალოდ უფრო მეტი გააკეთონ და უფრო მეტი დანაშაული ჩაიდინონ. კი ბატონო, მაგიტო ვამბობ რა, უყურეთ ეკლა შეიძლება მინისტრი სახელი და გვარი ვინ იქნება საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. თამაღაშვილი აღარ იქნება ახლა და სხვას დანიშნავენ პეტრიაშვილს. მაგრამ აქ არის თავარი არის ერთი რამე რა, რომ ამ თელ მანკიერ გამოხტომებს უნდა გქონდეს სათანადო რეაგირება, რომ ვეღარ გაბედოს ვეღარავინ. ანუ რა არის საშველი აქ უყურე? უნდა გაიწმინდოს სისტემა, ანუ პოლიცია უნდა გაიწმინდოს კრიმინალებისგან. თუ ვინმე რაიმე კონკრეტულ გადაწდომას ჩაიდენს, უნდა იყოს მყისიერი რეაგირება და სამაგალითოდ დასჯა, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს. აი ეს იქნება, რომ საზოგადოებას ნდობა დაუბრუნდეს. თორე ერთეული შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. ახლა წეგან ამერიკა ქონდა აკრიტიკებული იმ ადამიანს, ამერიკაში ხდება და რაღაც. მე კარგია რო ხდება, მაგრამ ამერიკელებმა მიხედონ თავიანთავს. ყველგან ხდება, ადამიანები ვართ და დანაშაულებრივი ბუნება ზის ძალიან ბევრ ადამიანში, ხო? მიუხედავად იმისა, სად მუშაობს. მაგრამ ეს გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს და უნდა იყოს სამაგალითო სასჯელი, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს. შემაკავებელი ფუნქცია ექნება. საჯაროობა უნდა გახდეს ამ ფაქტის მაქსიმალური, იმისთვის რომ საზოგადოებას დაანახო, რამდენად სწორად რეაგირება ასეთ ფაქტზე და სამართალ დამცავს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ მე თუ გადამეცდება რაღაც და შემეშლება, ზუსტად იგივენაირად ვაგებ პასუხს სამართლის წინაშე, როგორც ნებისმიერი სხვა თანამოქალაქე. რა თქმა უნდა, კანონი იმიტომ კი არ დაიწერა, რომ უბრალოდ მოქალაქეები დაისაჯონ ამ კანონით, თუ და არ ყვევენ. ეს კანონი უნდა გავრცელდეს ყველაზე მიუხედავად იმისა, სად მუშაობს და თანამდებობის პირია თუ არ არის. აი მაშინ მივიღებ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს. თუ კანონი იკანონებს და ყველაზე თანაბრად გავრცელდება და არ ექნება ორმაგ სტანდარტთა შერჩევით სამართალს ადგილი. და ვნახოთ, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება მოყვება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი თანამდებობა შეეწირება, რამდენად სამართლიანად გამოიწიებენ ამ კონკრეტულ ფაქტს, დაველოდოთ და ეს უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ ვახსენებ, უახლოეს დღეებში. თუ არ მოხდა და მიაფუჩეჩეს ეს საქმე და შემოდეს თაროზე, ამ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ და საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტის სრულყოფილად გამოვლენა და ყველა დამნაშავის დასჯა. შევხედოთ, დაველოდოთ, მაგრამ დღეს შენ რაც გააკეთე, კარგია. რომ ყისიერი რეაგირება მოახდინე და ამ თემაზე ლაივი ჩაწერე და კარგია, რომ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე პროტესტს გამოთქვავს. და ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს. სიმართლე გითხრა, ეს დღეები ხა ამ თემის ირგვლივ სპეციალურად არ გავჩერდები და ვეცდები, ესა დაუანონსებელი ლაივი იყო, ის რეაქცია, მწვავე რეაქცია იყო, რაც პირველ რამდენიმე საათში გამიჩნდა ამ კადრების ნახვის მერე, თავიდან ბოლომდე სუფთა ემოციით იყო დღევანდელი საღამო და არ მქონდა დაანონსებული და ამ დღეებში არაერთ ლაივს გავაკეთებ და ამ თემაზე არაერთ სტუმარს ვასაუბრებ. ძალიან მინდა შენის ჩართულობით იყოს ფსიქოლოგიც, იყოს პოლიტიკური აზროვნების პოლიტოლოგიც, რამდენიმე ადამიანთან ერთად მინდა ამ თემაზე ლაივი, ყველამ თავისი პროფილის მიხედვით, რომ ახსნას ეს ფაქტი და თან მივადევნოთ თვალი, რა თქმა უნდა, მოქმედებები რა იქნება ამ ფაქტის ირგვლივ. სიმართლე გითხრა, მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი და თან არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც სწორად წავა ამ საქმეში, მაგრამ ღმერთმა ქნას მე არ მეწყინება, შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი ლაშა, მე და შენ თუ ჩემი რესპონდენტი ხარ, პირველ რიგში მეგობრები ვართ მე და შენ და მიცნობ ასე თუ ისე. თუ კი რაიმე კარგს გააკეთებენ, მე ამის აღიარება არ მიჭირს, მაგრამ როდესაც ამხელა რაღაც ხდება,
და არაერთი მინახავს მათი ხელისუფლების მხრიდან მიფუჩეჩებული, არაერთი ფაქტი მინახავს, სადაც თავის ეგრეთ წოდებული გაправების მიზნით ვიღაცებზე ხელის შეხოცვა უკაცრავად როცა ხელისუფლება ხარ და შენ მიერ დანიშნული ესა თუ ის თანამდებობის პირი რაღაც დანაშაულს ჩადის, აქ მარტო მისი დაჭერით არ სრულდება შენი პასუხისმგებლობა. კი ბატონო, აქ უყურეთ ეკლა რა არის. ჩვენ სააკაშვილის რეჟიმი გადავაყოლეთ ახალგაზრდების მკვლელობებს. ვაზაგაშვილს, გვირგვლიანს, რობაქიძეს და ასე შემდეგ. ამან ააგორა პროტესტი. და იმ ახალგაზრდების მკვლელობაზე თუ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებდით. ამ შემთხვევაში რა ხდება? ყველა თუ რა ფუფუა ეთკინებათ და ამაც კამი არ უნდა გაუცივდეთ. რა მანდა მაინც სისხლს ხო არ უნდა დაველოდოთ. მე ლაშა შენ კარგად იცი, მე არ ვარ ის ტიპი. აშა ურა მოდი გადადექი თქვა ეგ ტიპაჟი საერთოდ არ ვარ. მე ვთვლი რომ ეხლა რომ რაღაცა გადატრიალება მოხდეს ქვეყანაში, ისედაც ჩამოშლილია ქვეყანა და 1.30 კი არა 100 წლით ისე წავალთ უკან, როგორც არაფერი, მაგრამ ამის გამო ავდგე და გავჩნდა და რეაქცია არ მქონდეს იმაზე, რომ რაღაც საშინელება ხდება და ეს ფაქტი არაერთი მოხდება თუ საზოგადოებას სწორი რეაქცია არ გვექნება და არ მივაწვევით სწორად ხელისუფლებას, რომ ბიჭო, სად ხარ? რასაკეთებ? ეკლა რატო წავალთ უკან? იცი მართალი ხარ და მოყვევი მაგ ლოგიკაში. მძლავრი ოპოზიცია არა გვაქვს, ჯანსაღი, რეალური, რომელიც გადაიბარებს ხელისუფლებას. ამ მოწმულ შემთხვევაში ვართ პოლიტიკურ ვაკუუმში. ერთი მხრივ ქართული ოცნების ქმედებები არ მოგწონს ჩვენ და მეორე მხრივ არ არის ძალა, რომელსაც გაყვება ხალხი. ამ ვაკუუმის წინაშე ვდგავართ. ოპოზიციური ველი არის მოსუფთავებული, ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ. აი ეგ არის საშინელება, მაგრამ ხალხმა მან ამ ოპოზიციური ველი მოძლიერდება და გამოჩნდება ჯანსაღი რეალური ოპოზიცია, მანამდე თითოეულ ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, უნდა ვიყვიროთ, უნდა გავასაჯაროოთ და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ და კანონის ჩარჩოებში დაბრუნდნენ, რომ ქაოსი არ შეიქმნას ქვეყანაში. საზოგადოება ძალიან ბევრია დამოკიდებული. სადაც გლაური საზოგადოება არ არის, მაშინ ის ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ და ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ. ლაშა რამოდენიმე ადამიანს გავუგზავნე ხა მოწვევა და მინდა რომ ისინი ამოვიდნენ და ეხა უკვე საზოგადოების პასუხისმგებლობას ეს ფაქტით შეაფასონ, რაც მოხდა, რაც ვნახეთ. მე არ ვითხოვ ხალხნო იმის შეფასებას, იმის მიღმა რა იყო, რაც არ გვინახია, იმას არ ვითხოვ. ვითხოვ იმის შეფასებას, რაც თითეულმა ჩვენთაგანმა ვნახეთ და ამას სჭირდება მკაცრი შეფასება. თუ სურვილი გექნებათ კაცამეტი თქვენს ამობრძანდით, საინტერესო იქნება თქვენი აზრით და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს პოზიციასაც ამ თემასთან დაკავშირებით. უკვე ამ თემაზე კითხვები აღარ მექნება, იურიდიულად შეკითხვები, ფაქტიურად ლაშასთან მე ამოვწურე. ეხლა უკვე მინდა საზოგადოების აზრიც გავიგო. თუ რას ფიქრობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ და როგორი უნდა იყოს საზოგადოების სწორი რეაქცია. სისტემის ხარვეზებზე საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ სწორი რეაგირება. ამიტომ თუ ვინმე სურვილი გექნება თქვენი აზრით და პოზიციის დაფიქსირებით, გამოგზავნეთ. მე რამოდენიმეს თავად გავუგზავნე ამოსვლის ფუნქცია, მოთხოვნა, თუ თქვენ თავად გექნებათ სურვილი, ამოგზავნეთ. რაზე ვსაუბრობთ? დღეს დილით გორის თემაზე კადრები რო გავრცელდა, ახალგაზრდას ჩაქოლვას რო ვუყურეთ და ამას დაერქვა დაკავება და შესაძლოა მხრიდან გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ცივი იარაღი ჰქონდა დაკავებულს და ცივი იარაღის ქონა თუ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს აქვს უფლება ადგეს და ადამიანი ლინჩის წესით გაასამართლოს. კანონდამცველი რო კანონდამრღვევის რანგში გადავა, ეს უკვე ქვეყნისთვის არის უდიდესი საფრთხე და მინდა რომ ამაზე გქონდეს სწორი რეაქცია. შაკა, თუ გცალიათ და შეგიძლიათ თქვენც ამოგზავნით, ძალიან გამიხარდება ამ თემაზე, თქვენც თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს. რამდენიმეს გამოგიგზავნეთ ხალხნო, დაიზარებთ, ამოდით და თქვენი აზრი დააფიქსირეთ. იურიდიულად მთლიანად ამოვწურე ეს თემა ფაქტიურად, როგორც იურისტი ვასაუბრე და ბატონო რამაზ აფაგიძე თქვენს გამოგიგზავნით მოთხოვნა, არაერთ ლაივში მინახიხართ და თუ კი გცალიათ, საკმაოდ ჯანსაღად და ძალიან სწორად აფასებს ხოლმე პროცესებს და მინდა რომ თქვენი აზრიც მოვისმინო ამ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ნახულობ ეხლა
ის შეიძლება გავუგზავნოთ თუ თქვენს მე თუ ვერ გიპოვეთ ისეთი ადამიანი ვისაც გავუგზავნი მოთხოვნას თქვენ გამომიგზავნეთ და აუცილებლად ამოგიყვანთ არ ვიცი რატომ იშლება ხოლმე გამოგზავნილი თუ მე ჩემგან არ მოგდით მოწვევა თავად გამოგზავნით თქვენი მხრიდან ამას ვერ წაშლიდით რაღაცა სისტემას აქვე მგონი გაჭედვები მაგრამ ნახოთ შეტევას აქვს გონი ადგილი. კი, ლაშაკა სასწაული ამბავია. იმდენი რეპორტი იყო, ვერც არ მოიდგენ. უამრავი რეპორტი იყო წამოსული. და საინტერესო იქნება სხვადასხვა ადამიანების მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ერთს ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს გამოგზავნე მოწვევა, არ მინდა ფაქტის წინაშე დავაყენო თუ მოიხერხებს თავადვე ამოვა გავუგზავნე მოთხოვნა რომ ამოვიდეს. აუცილებელი არ არის კამერის ჩართვა, კამერის გარეშეც შეგიძლიათ რომ ამოხვიდეთ. აჰა, კარგით. კარგით, მე ვისაჩევ თავაზე ვერ ამოვალთ ზოგი გზაშია ზოგი რაღაც მიზეზის გამო და არ არის პრობლემა. ლეონ თემა არის კადრები, რომლებიც დაკავების კადრები, რომლებიც გავრცელდა გორიდან, სადაც 10-ზე მეტი პოლიციელი სასტიკად გაუსწორდა ახალგაზრდას და ამას არ აქვს მნიშვნელობა ის რაიმე სამართლებრივი დანაშაულის მქონე პირი იყო თუ არა. როდესაც სისტემის ხდება ესეთი რაღაც, ძალიან ფაქტია. საღამო მშვიდობისა. არ გესმის. საღამო მშვიდობისა, გისმენთ? უი, ჩავარდა. მოდი ახლა რეგიონალურ და ნაცისტურ გამოხტომებს და რაღაცებს არ გვინდა მართლა არ არის ეს სივრცე სადაც ესეთ რაღაცები უნდა წეროთ. რა ვიცი, ისეთი დიდად სათქმელი მეტი რო თქვა რომ დასამატებელი როგორც იურისტის მხრიდან ლაშა თუ დარჩა რაიმე და არაფერი, თეკლაი მოკლედ ვიტყვი, დღევანდელი ქმედება იყო დანაშაული. აი ეს არის სამართლებრივი შეფასება, რა რეაგირება მოყვება ვნახოთ. ვნახოთ. კარგია რომ ეს თემა გააქტიურე, კარგია რომ საზოგადოება ხმა მოიღო და დაგმო აღნიშნული ქმედება, მანამ სისტემური ხასიათი მიეწემა, საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით და უნდა ვიაქტიუროთ თუ ანალოგიური მოხდება კიდევ. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ამ საქმეს ბოლომდე უნდა მივიყვეთ. კი ბატონო. საზოგადოება რა ვიცი თუ ამოვა ვინმე კარგი იქნება, შეაფასო შორიდან დანახული რა ვიცი მოქალაქის თვალით დანახული ეს ქმედება, რავი როგორ შეაფასებენ, მაგრამ ვერ ხერხდება ტექნიკურად როგორც ხედავ. ამობრძანდით თუ გნებავთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი რამოდენიმე სიტყვით, როგორც ერთ-ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენი აზრით საინტერესო იქნება. ლეონ, თქვენ გეუბნებით თუ გნებავთ, ამობრძანდით და რამოდენიმე სიტყვა შეგიძლიათ თქვათ. უკვე სისტემის და რაც ხარვეზი არის ამაზე ვისაუბრეთ და ეხა უკვე მინდა თითოეულმა ჩვენთაგანმა რაღაც დოზით ჩვენი სათქმელი ვთქვათ ასეთ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ამ თემის ირგვლივ. ძალიან ემოციური ვიყავი ხალხმო, ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ისე ჩავერთე დღეს თან სპონტანური ჩართვა იყო, მეტწილად ანონსით ვერთვები ხოლმე ლაივებში და ისეთი ფაქტი იყო, ისეთი კადრები ვნახე, რომ ვეღარ ვისაუბრე წყნარად და მშვიდად და ძალიან აი გაბრაზება გვაკლია ქართველებს. აი ესე უნდა გავბრაზდეთ ხოლმე და შემდგომი აი ეს იქნება შემდგომ საფუძველი იმის, რომ სამართლიანი ქვეყანა ავაშენოთ. უნდა გავბრაზდეთ ხოლმე ზუსტად ეს. საზოგადოების პასუხისგებლობაც ეგ არის, რომ სწორი რეაქციები გქონდეს ყოველთვის სწორ დროს. და ეს ღუპავს ქვეყანას, როდესაც სწორი რეაქციები არ გვაქვს, ან საერთოდ არ გვაქვს რეაქცია. დავუგზავნე რამდენიმე ადამიანს კიდევ მოთხოვნა, თუ მოგიხერხდება დამოდის, თუ არა და უკვე დასაწყისკენ წავიდე ლაივს. საინტერესო იქნება იურისტის შემდეგ, უბრალოდ მოქალაქეებმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, რას ვფიქრობთ. კი, მე მაინტერესებს, მაგიტომ ველოდები ახლა და რავი, თუ რომელიმე მოახერხებს
ვიღებ და მოვა კარგი იქნება. კი ბატონო. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ამ უმოქმედობამ, ამ დუმარებამ, ამ გატარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მივიღეთ სისხლიანი რეჟიმი, იგივე არ უნდა მოხდეს. და ამის რაღაც მინიშნებები არის. დიქტატურისკენ არ უნდა წავიყვანოთ ხელისუფლება და ვნახოთ. მოგესალმებით. გამოფხიზდებით. გამარჯობა. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. ეგლა ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ პირველ რიგში, რომ ასე მამაცურად და ასე უცბად რომ გააკეთე პატარა ლაივი. რა ვიცი, ეხა მე ემიგრანტი ვარ და რავი ხმის მიცემის უფლება ჩამოგვართვეს. ემიგრანტის აზრი არ აინტერესებთ ეხა თბილისში პატრიოტებს ზოგიერთ და აქ ჩამოდი და აქ მიეცი ხმაო და მე გვაინტერესებს ზაზა დამეცი თითეული თქვენთაგანი. აი ეგეც საშინელებაა ბატონო ზაზა, ეგეც რომ ხმის უფლება ჩამოგერთვათ. თქვენ ხართ ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად დღეს ხართ ემიგრანტი, თორე ხვალ საქართველოში დაბრუნდებით და ამ ქვეყნის შვილი ხართ ჩვეულებრივად. რატო უნდა გქონდეთ ხმის უფლება ჩამორთმეული, საარჩევნო უფლება? კი ბატონო, ზუსტად 25 წელი ემიგრაციაში ვიმყოფები და აქაურ მოქალაქეობაზე უარი ვთქვა რომ უარი ვთქვი რომ ეს საქართველოს მოქალაქე დავრჩენილიყავი, როცა შემეძლო ორჯერ მეტად უკეთესად მეცხოვრა. ამას ვერ ხვდება ეს ჩლუნგი ხალხი, მაგრამ არაუშავს. არა ბატონო ზაზა, მოდი მე ისე გეტყვით, ჯერ სანამ ამ ფაქტის შეფასებაზე გადავალთ, მე გეტყვით, რომ წლები ბოლო 35 წელია ფაქტიურად ქვეყანა დგას ემიგრაციის ხარჯზე. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა, აღარ ვაწარმოებთ არაფერს. ვიცი, მე გაგვირდებით აქედან ეკლა. ჯერ კიდევ და თქვენი დაუფასებლობა უდიდესი დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ეხლა გადავიდეთ იმ ფაქტზე, რაც ხო და კი მე ვაკვირდები, მე ჩემია თბილისი რა, ვერავინ ვერ წამართვეს, მე საერთოდ თბილისში დავებად, თბილისში გავიზარდე, ალბათ თბილისშივე 100 წლის მერე. მე 150 წელი უნდა ვიცხოვრო. ხო და დღეს მოხდა რაღაც ესე იგი შემაძრწუნებელი ფაქტი რა, ჩემო დაიგო. ალბათ ცოტა მაიკაში ვიქნები, მე საერთოდ არ მალავ ჩემს სახეს და იმას. ხო და ეს რო ნახე, ეს ისა უკვე ხალხში თესავენ შიშს თესავენ. ეხლა მე მიდღემში არ მოუწოდებ მე არავის ან სისხლისღვრისკენ, ან ჩხუბისკენ, ან ომისკენ, არა. კულტურულად უკვე მეხუთი არჩევნები იქნება ეხლა რა, რომელიც იქნება. ვიძახი საერთოდ არ მიხვიდეთ ხალხნო რომ არალეგიტიმურად ჩაითვალონ ეგენი და მაშინ შეიძლება ლამაზად მათი შეცვლა. იმიტომ რომ უღურეთ, როდესაც დარჩენილია ძველი სისხლის მსმელი პარტიიდან თანამშრომლები პოლიციაში, იგივე მოხდება. არ არსებობს მაგათი გამოსწორება. არ არსებობს ყოფილი ნაცი, აი რა გვიქნეს, დაყვეს მარტივ მომრავლებად. აი გაყვეს, ეს ჯერ ორად გაყვეს, მერე გაიყო 4-ად გაიყო. ნუ აღა აი ჯერ ამდენი ვართ ხალხნო, პროსტო რომ თითებზე შეგვიძლია დავთვალოთ ქართველები. თითებზე ისე ცოტა დავრჩით რა. კი, იძახი არ ამაზე ცოტანიც ვიყავითო და იმიტომაც შემორჩით აქამდეო, რომ მაინც ჩვენ ვართ უნიკალური ერი ხალხნა, სულ ამას ვიძახი. ჩვენიდან დაიწყება კიდე ახალი ცივილიზაცია, ეგერ 2030 წლიდან. ეს ყველაფერი არის გამოსასწორებელი. გამოსასწორებელი, აი როგორ გითხრათ, აი კულტურულად. თან კიდე ამაში მე ვარ დარწმუნებული და თუ ესმის რომელიმე თანამშრომელს ან რომელიმე ისეთ ადამიანს, რომელიც გარეწარ ცხოვრებას ეწევა, რომელიც მოძალადია, რომელიც აი არასწორად რომელიც ცხოვრობს, ყველა დაიხოცებით ხალხნო. ჩაიბუდეთ გულში სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა. სულ ამას გეუბნებით სულ ყველას. სხვანაირად არაფერი არ იქნება. ვინც არ ჩაიბუდებს, ამას სერიოზულად ვიძახი უკვე, ვინც არ ჩაიბუდებს გულში ერთმანეთის პატივისცემას,
სიყვარულს ყველა აი დაიხოცებით რა სერიოზულად სიცოცხლე აღარ გინდათ ხალხო ამ წლის ბოლოს მთელი საქართველო გასუფთავდება გარეწარი ხალხისგან ამას მე თქვენ სერიოზულად გიცხადებთ რა მთელ ქართველ ერს ჩემ ერს და ბერს დაიხოცებით აი მართლა რამდენი ახალგაზრდა კვდება რატო არ აცხადებენ მაგას დაიძინებს აღარ იღვიძებს მე ვიცი მარტო აქედან მე რაც ვიცი 1.15 თუ 25 კაცი რა 15-დან 25 კაცი სადიყავი გასვენებაში ყველა გასვენება 40 ჩაიხედეთ საშინელება მართლა ახალგაზრდები არ ვიცი 18 წლის ბავშვებს გული შეტევით რატო უნდა კვდებოდნენ გულს ისწავლა დაავადებებმა იმიტომ რომ არასწორად დაივიწყა ხალხმა უფალი და შემოქმედი დაივიწყა და გადასულები არიან არარეალურ ცხოვრებაზე და შემოქმედსაც არ ჭირდება ეგ არარეალური ხალხი ცოტა მოვითვინოთ რა ცოტა ოღონ სისხლი არ დავღვაროთ გეხვერწებით ძალიან ცოტანი ვართ ისედაც აღარავინ აღარ დაგვრჩება მე დავრჩებით მარტო ბებრები და პატარა ბავშვები და მე გაქცევის ისიც არ აქვს გული ამივარდება ეგრე ხო და ამიტომ ჩემო კარგებო რაღაცა ჭკვიანურად უნდა მოვახერხოთ რაღაცა აი ტექნიკურად უნდა გაკეთეთ ეს რა ეს საქმე რომ არ შეიძლება ესეთი ცხოვრება არა შიშის ქვეშ ჩემმა მტერმა იცხოვრა ტელევიზორს ჩართავ სულ ყველაფერი ცუდი ხდება იქ ისქნეს ის გააუპატიურეს იქ მოკლეს იქ ის კარგი არაფერი არ ხდება თქვი დალოცვილი შვილებო რომ ხალხმა შეიცვალოს ეს აზრი რომ გახალისდნენ ცოტა ჩემ ახალგაზრდობისას ხო მე რო პატარა რო ვიყავი მულტფილმებით იღვიძებდით მე ეს იმედზე გადართე და 64-ია ყველაფერი კარგი ხდება პირველზე გადართე და ქვეყანა იგრევა ახო არა რომ აი ძაბაო ესო მოჭიმული უნდა იყო გამიგე და ეს ესე მოჭიმული როცა ხარ უკვე შენი ენერგიები თურმე სუსხვანაირად უნდა იცხოვროს ადამიანმა და ვაფშე სუსხვანაირად გვაცხოვრებენ არც ერთმა ვით დარწმუნებული ვარ 60%-მა არ იცის როგორ უნდა იცხოვროს იმათ გონია დღეს თუ ფულს მოპარავენ პენსიონერს ის კარგად იცხოვრეს ღაბავი თუ ექნება და ღიბი გაიგე ეგრე არ არის ეს ცხოვრება არის ერთმანეთის პატივისცემა ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის დაფასება ერთმანეთის გვერდში დგომა რა ეტაკა ამ ჩემ ერს რომ უკან და უკან მივიდივართ ხალხო უკან და უკან როდესაც ჯერ ხომ მთელი რუსეთი გვაღიარებდა როგორ მთელი უკრაინა მთელი ეს სამთელის ყოფილი საბჭოთა კავშირი რა ეროვნებაც გინდა აიღეთ ხალხო ყველა ჩვენ მოგვბაძავდა და ყველას იამაყებოდა ქართველთან ამხანაგობა და მეგობრობა რას ლაპარაკობთ ხალხო და დავეცით რა დონემდე ვართ დაცემულები აი ვერ წარმომიდგენი ეხლა ვიღაცა მომნათლავს რუსეთუმე ხარო აი ესეთი პატარა გონება არის რა გაროჩი აი ქრება რა ჩვენი გენეტიკა ქრება და აი მალე მერტვა არ გამომუშავებული მაქვს უკვე იმუნიტეტი და ესეთ რაღაცეებზე იარლიკების მოწებებაზე რეაქცია არ მაქვს გამოუცხადები ვარ მოღალატედაც არაერთ ვიღაცას და ნახეთ როცა სიმართლისთვის იბრძვი შიში მხოლოდ უფლის მაქვს და თუ კი სწორ დროს არც უფლის არ კონდეს შიში თეკლა არც უფლის შიში არ კონდეს არა ბატონო მე ვერ დაგეთახმებ უფლის მხოლოდ იმიტომ მეშინია მე არასწორ დროს არასწორ ადგილას რაიმე არასწორი ქმედება არ ჩავიდინო და უფლისთვის არ მოსაწონი შვილი არ გავხდე ამის მეშინია და ამ მანდილოსნები გვიმრავლოს ქართველ ერს შენ არ ჩაიდენ არანაირ ცუც მე მაგაში ვარ მილიარდი პროცენტი დარწმუნებული არ არსებობს თეკლა ადამიანი როდესაც აი ესე იქცევა აი დღეს თქვენ რას გააკეთეთ და კიდე მე თქვენ სტრიმებს უსმენ ხოლმე რა მე ისეთი ვარ რომ სკროლავ რა ხდება საქართველოს შენგან არ არსებობს ცუდი არ არსებობს ცუდი ბოროტისთვის იქნები შენ ცუდი მაგრამ ის ბოროტი ის თავის გზაზე წავა რა შენ ყველაფერს
ლამაზად ხავარი არ არის შემეშლება თუ არა ბატონო ზაზა შეიძლება მე არ შეგეშლება, შენაირ ადამიანს ადამიანებს. წამოვდგები და მე სწორი ნაბიჯით როგორ გამოვასწორებ როგორ წამოვდგები იმ წაქცეულზე თუ კი წავიკეცი თორე კაი სიზა არაფერი არ გაქვს გამოსასწორებელი უაღრესად მაგარი მანდილოსანი ხარ რა ჩემგან დიდი პატივისცემა თქვენ და შენ ჩემო მეგობარო ლაშა იცოცხლე დიდი ხანი და სიმამაცე და სიმართლეზე ძლიერი არაფერი არ არის და სიყვარულზე ძლიერი ვერანაირი ატომი ვერ მოშლის ამას მოდი გვიყვარდეს ერთმანეთს პატივი ვიცეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ ეშმაკს მოვტეხავთ ფეხს მალე თვითონ მოწყდება ფეხი გაიტანენ უკვე თუ გატანილი არ არის კიდე ყველა კარც მე ჯერ არ გავხსნი მაგრამ მალე გეტყვით ყველაფერს მიყვარხართ სულ ყველა მაგრები ხარ აი ხარ კარგად იყავი უსისხლოთ ოღონ რა ჩემო კარგებო ენით ხო იცი შეგიძლია ადამიანი მოკლა კიდევაც შეგიძლია გაამეფო კიდევაც ხო ასე ჭკვიანად გავაკეთოთ ყველაფერი მიყვარხართ სულ ყველა აი ხარ ფარავდით შემოქმედის ნათელი და მაგარი გოგო ხარ თეკლა მაგარი გოგო ხარ შენ არაფერი არ შეგეშლება შიშები ნუ გაქვს ნურაფლის იცოცხლეთ იხარეთ და ფარავდით შემოქმედის ნათელი ჩემო ლამაზო ადამიანებო მიყვარხართ სულ ყველა განურჩევლით კარგად იყავით მაგრები ხართ სიმართლისთვის აი ხარ დიდი მადლობა უღმესი მადლობა ბატონ ზაზას ესეთი თბილი საუბრისთვის იმისთვის რომ შორეული არის სიმხისისროიდან მოიფერა ჩვენს ქართველებს ჩვენს ახალგაზრდებს ესეთი დადებითი შემოძახილი გაგვიკეთა და ესეთი სწორი შეფასება გაუკეთა ამ ფაქტსაც უღმესი მადლობა ბატონო ზაზა და ეგ იყო რაღაც კომენტარები რამოდენიმე ადამიანს გაუგზავნე მოთხოვნა ზოგი ვერ ამოვიდა ზოგი რაღაც ასე შემდეგ ძალიან არ მინდოდა ყოფილიყო მოკლე ხნიანი ლაივი და მოკლე მონაკვეთით ყოფილიყო მინდოდა ცოტა ვრცელი და უფრო მეტი ადამიანი ამოსულიყავით და დაგეფიქსირებინათ თქვენი აზრი ხალხო ძალიან საწყენია როდესაც მაქვს დაანონსებული ლაივები და რაღაც კონკრეტული თემა შერჩეული 7-8 ადამიანზე მიწევს საჯაროდ არ ვაცხადებ ხოლმე ხშირად ვამბობ კიდევაც და ბოდიშს ვეუბნები რომ იცით რა ვერ ამოვიყვანთ იმიტომ რომ დაანონსებული ლაივია თქო და როდესაც ვითხოვე ამოსვლა გავიგე ხა 17 ადამიანს გავუგზავნე ლაშა მოთხოვნა არ მინდა ხოლმე რომ ადამიანს აწყენინო და რაღაცა წყენით მიიღონ მე ჩემი ეს სიტყვები მაგრამ რო არ აღნიშნო არ შეიძლება არაერთ თემაზე უთხოვიათ ხოლმე იცი რა ამოვალ მაგრამ როცა სისტემაზე მიდგა საქმე და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკა დავიწყე იქ ხელისუფლების კრიტიკა დავიწყე იქ ბიზნეს პასუხისგებლობა დავაყენე იქ პრემიერის პასუხისგებლობაზე ვისაუბრე და ასევე ვისაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისგებლობაზე ამ ხელამძიმე ფაქტი მოხდა ქვეყანაში რატომღაც ყველას რაღაც პრობლემა ყველა რაღაც აი შეიძლება რიგ ადამიანს მეც ადამიანი ვარ და რაღაც დროს როცა უთხოვეთ ამოდი ვერ ავსულ ვარ მაგრამ 17 ადამიანიდან ერთმა ვერ მოიხერხა მე მესმის სისტემასთან შეჯახება ძალიან საფრთხილოა მაგრამ ქალი ვარ ხალხო და მე არ მეშინია და რა ვიცი უფლის გარდა არაფერს არ მეშინია როცა სიმართლე მაქვს არ მეშინია ხვალინდელი დღის გათენების გარანტია რომელ ადამიანს გვაქვს მე მგონი ლაშა არავის არ გვაქვს ამის გარანტია მხოლოდ უფალმა იცის ხო უნდა უსამართლობაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება და უნდა ამოვიღოთ ხმა ყველაფერზე ტაში უკრა არ არის ეგრაფია მისაღები და ნორმალური მაგიტო ვამბობ ეს ათამამებს ხელისუფლებას და ძალაუფლებით ტკბობის ხიბლში ვარდება და რა ვიცი ახლა ყველაფერზე ტაში უკარი მაშინ არც შენი ქვეყნის მოყვარი არ გამოდიხარ და რა ვიცი უბრალოდ ნორმალური არ არის მე რა რომ სიტყვაზე ვამბობ თუნდაც ქართული ოცნების მომხრე იყოს ნებისმიერი თუ არასწორი გააკეთა პირველი მათმა მომხრეებმა უნდა აკრიტიკონ ვალდებულებაც აქვთ ამის კი რა ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას ჯერ მან მისცა ხო მე არ ვიცი ახლა ამ ხელისუფლების კი ბატონო პირველი პასუხისმგებლობა მაშინ უკვე შენია სამოქალაქო პასუხისმგებლობა აირჩიე მოიყვანე მე უკვე როგორც ხელისუფალი მაზის თავზე ამდენი წელია ვისი პასუხისმგებლობა იმას ვერ თხოვ
შენი ხმა რომ მიეცი იმ ადამიანს როგორ ვერთხო ბიუჯეტი იფსება ჩვენით ხელფასები აქვთ ჩვენით ყველაფერი ჩვენით კეთდება ხალხო არ არიან ესენი ის ნახე არ არის ეს ის სიტუაცია რომ თქვათ იცი რა ხელისუფლებაა და რატომაც არა ამდენად რომ გაიზარდეს ხელფასები ამდენი მილიონერი რომ იზის პარლამენტში აქეთ ამხელა პროტესტი არის დაავადებული ბავშვების და ამას ვერ ვიზამთ ხალხო თქვენი ბიუჯეტით იმას ვერ ვიზამთ რომ ვითონვე ბიუჯეტიდან მომღერლები რო ჩამოყავთ ამას ნაცების ტელევიზიას ქვეყნის დაზიანებაში აფინანსებდნენ ხაბეს და ნოდარას ხაბე ნაცია ნოდარა კიდე ეკლესიიდან დაწყებული ხატებით და დამთავრებული ყველაფერს შეურაცხყოფას აკეთებდა თუ რამე წმინდა გაგვაჩნია ყველაფერს შეურაცხყოფდა ეს ადამიანი და ამას ჩვენი მხარე აფინანსებდა მაგრამ ჩვენ ის აღარ ვართო ისინი გავუშვით ციხეშიო ხელისუფლებაში შენ ხარ შენ მომიყვანე ის შენ მიქე ის პრემიერიც ის სხვადასხვა მინისტრებიც და შენს პასუხისგებლობას რატო ვერ ხედავ როგორც ხელისუფალი მარტო ადგე და მაშინ დაიჭირო და ამით გამიპრაო რომ მე დავიჭირე ის და ის იყო დამნაშავეო ნუ რას უკაცრავად მთლიანად სისტემა ხარ დამნაშავე რატო არ იგრძნო თავისი წილი პასუხისგებლობა არც ერთმა როცა ნაცებს აფინანსებდნენ და ერთი კონკრეტული პირი დაიჭირეს მარტო ეს არის საქმე ანტიკორუფციული ბიუროს მთავარი კაცი რომ კორუფციაში ყავდა ჩაფლული და ამდენი წელი იყო ვის მოვთხოვო მე რიგითმა მოქალაქემ ვის მოვთხოვო შენ თუ ვერ გრძნობ ხელისუფალი ამ პასუხისმგებლობას არ ვფიქრობ რომ ნაცები სადმე წავიდნენ ერთნი არიან უკვე ფაქტია ამ კომისიების შექმნა მაგარიციან მაგ კომისიების შექმნაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება ხალხო მაგ ხდება ფულის გათხოვება ფაქტია რომელიმე კომისიამ რამე შედეგი დადო ფასების შემსწავლელი კომისია თორმე მარტო ფასები უნდა ხო ფასები უნდა შეესწავლა და დამთავრებული იყო და ეგ ყველამ კარგად ვიცით რომ მაღალი ფასებია რაც უნდა კომისია ფასები მოიმატა დაკლებისნაირად კომისია შეიქმნა დასაკლებად და ფასები მოიმატა ანუ კომისიის მიზანი ეგ უნდა ყოფილიყო რომ ფასები დაკლებულიყო და ამათმა ფასები შეისწავლეს უბრალოდ და არ გვინდოდა მაგათ შესწავლა ვიცით რომ მაღალი ფასები აქვს მეგობრებო ვიცით ნახე რაშა მათო ასეთი ის აქვს დამოკიდებულება მთავრობასო რომ ომი ხომ არ არის ხალხო ქვეყანაშიო და ეს ნარატივი აქვს და უკაცრავად უსისხლო ომში ვართ უსისხლოდ კლავენ და ამას მნიშვნელობა არა აქვს აუცილებელი არა ვიღაცამ ტყვია გესროლოს არა ეგ კარგია უყურე მოდი ერთი რამე ავიღოთ კარგია რომ ომი არ აქვს ქვეყანაში კარგია რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა აწარმოეს და ომში არ ჩაერთვენ კარგია თუ რამე კარგი გააკეთეს უნდა ვაღიაროთ მაგრამ წუდია მაღალი ფასები ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ აქვს მაღალ ფასები და ომში არ ჩაერთვენ როდესაც ქვეყნიდან ახალგაზრდობა გაედინება იმიტომ რომ აქ ფეხს ვერ იკიდებს იმიტომ რომ პარლამენტი იქცა მემკვიდრეობად სკამების მემკვიდრეობად გადაიქცა პარლამენტი. ბატონო და მაგას ვამბობდით ეკლა სწორედ. უყურე ეგ არის ახალგაზრდობა რო გადია, ხელისუფლება რო აღიარებს. ხელისუფლება რო აღიარებს რომ შობადობა უფრო ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა, ქართულ ოჯახებს რო ხელშეწყობა არ აქვს, ფასები რო კატასტროფულად მაღალია. ეს ყველაფერია პრობლემა. კარგია რომ ამათი აღიარება რა თქმა ტელევიზიით რომ იყვება მე ამას ყოველდღიურობაში ჩემი თვალით ვხედავ კაცო ხალხში რა თქმა მე მაგან მომიყვეს ტრიბუნი და ბრიფინგი რას აკეთებ ამის საპირწონო ბატონო ეგ თქვი ზუსტად ეგ თქვი ანუ მაღალი ფასებით სიდუხჭირით მიგრაციით გადინებით ქართველი ახალგაზრდობით და უწყოტომელების ჩამოსახლებით ქართველი ერი დადგება გადაშენების პირას ძალიან მალე და ეს პატრიარქმას აღნიშნა რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ძალიან მალე ქართველები უწირესობაში აღმოჩნდებით ამ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე რომ ომი არ გინდათ ომი არ გვინდა არავის და კარგია რომ შვიდობაა მაგრამ განვითარება გვინდა გამრავლება გვინდა ქართველებს ხელშეწყობა გვინდა და ეს ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ ზუსტადაც პარლამენტი არის მილიონერების ბუდე და ბირჟა არა იქ ბირჟაზე ფულს ვერ აკეთებ.
ბავშვობაში გოგოსაც ბიძსაც სოფელში სადმე ბირჟაზე აღდგარ ვარ, ბირჟაზე ფული არ კეთდება. შეხარჯზე კეთდება. ლიკას ვერ დავეთანხმები, შეუმდგარი ადამიანი გარბისო, ყველაფრის პრობლემა ზარმაცი და უმოტივაციო მოსახლეობის ბრალია. ქართველი ხალხი არაა ზარმაცი და მაგ ლოგიკაში ვერ გამოყვებით ნამდვილად. ქართველმა ხალხმა გადინება დაიწყო ჩვენმა მოსახლეობამ 90-იან წლებში, როდესაც გაჭირვება იყო. და როგორ ფიქრობთ ახლა უცხოეთში ეხალისებად მუშაობა არ ურჩევნიათ თავიანთ ქვეყანაში იმუშაონ? მარტო მაგას ნუაბრალებ ჩვენ რომ ზარმაცი ხალხი ვართ, არ ვართ ზარმაცი ხალხი. თუ კი ზარმაცია ადამიანი ქალბატონო ლიკა ჩოხის გამოცვლა ვერ უშველისო, ხო იცი ჩოხა გამოიცვალაო. ეგ ვარ ხო გახსოვთ? ჩვენ ვსწავლობდით გოგებაშვილის დედაენაში ისწავლებოდა. რომ ჩოხის გამოცვლა არ შველის ხოლმე. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში იქნება თუ ევროპაში თუ ამერიკაში თუ რუსეთში. მნიშვნელობა არ აქვს, იქაც ზარმაცი იქნება. იქაც ზარმაცი იქნება. ნუ მასწავლი სტატისტიკაში მუშაობ და სტატისტიკაში რა? სტატისტიკაში რომ მუშაობთ, რას წერთ და კითხულობთ თქვენ ჭკუაზე და საზოგადოებას რო არ უყურებთ და უბრალოდ თქვენი დაწყაპუნებთ, რასაც დაგიკვეთავენ. აი ზუსტად ეხლა მაგ პასუხს გაგცემ. კარგია რომ ეს დაწერო სტატისტიკაში მუშაობ. ვინ გიკვეთავს მაგ სტატისტიკის და მაგ ციფრების დაწერას? მაგ ტექსტის დაწერას ვინ გიკვეთავს? ეგ არის საინტერესო. ვინ გიხდის იმის რომ ქართველი გალანძღო ზარმაციაო? როცა ქართველი იქ ვირის მუშად მუშაობს, იმისთვის რომ თავის ოჯახს აქ 2 კაპიკი გამოუგზავნოს. სამარცხვინოები ხართ ესეთი ადამიანები. არ ვიცი ლაშა რა, ესეთ დროს რა უნდა თქვა. უკვე შემოაგდეს რომ მიდი ასეთი პასუხი დაწერე. მე ამას ვერ დაბიჯერებ რომ თავისი ჭკუაგონები დაწერა. ეს არის დავალება ესეთი რაღაცეების დროს. რომ იქ სისტემას დაარტყი? ხო, მოდი რაღაცა სხვა საპირწონე დაუწერო, თუ სხვა რამეზე გამოვიყვანოთ წყობიდან. ადამიანი ვარ და ემოციები მაქვს. ზოგადად ვერ ვიტახოლმე, როდესაც ქართველებს აკნინებენ და სხვა ერს აყენებენ უფრო ზემოთ ხოლმე და პირდაპირ ვიტყვი, ყველაზე მაგარიერი ვართ. არც ზარმაცები არ ვართ. არც ერთმანეთის გატანა არ გვაკლია, უბრალოდ გამოფხიზლება გვჭირდება და ყველა პრობლემაზე რეაგირება გვჭირდება და ამ გაჭირვებამ ისე დააჩაჩანაკა ხალხი, რომ ლუკმაპური როგორი შოვონ და შვილებს როგორ აჭამონ, ამაზე არიან გადართულები და იმის იქით აღარ აინტერესებთ. ყველა პრობლემაზე უნდა ვილაპარაკოთ და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. აი ეგ იქნება გამოსავალი. ზარმაციაო რომ დამიწერენ, ხო? წლებია ლაშა, წლების განმავლობაში მე მაქვს არაერთ ემიგრანტთან შეხება. არიან ადამიანები, ვისაც ესე ლაივში პიროვნულად არ შევხვედრილ ვარ. წლების განმავლობაში ემიგრაციიდან მომეწია კომუნიკაცია ამ ხალხთან. მაქვს Facebook-ზე ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო გაერთიანება, სადაც არაერთი ქართველია და იქ რო მე ვიგებ და ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან ჩემთან და ვიგებ რა პრობლემები აქვთ. ზოგს წელის და ხერხემლის პრობლემები აქვს სიმძიმისგან და ფიზიკური მუშაობისგან. სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ ფიზიკურად მუშაობენ და იქ თუ შეუძლია ვირივით მუშაობა ქართველს ისე რომ წელში გაწყდეს და შენ აქ მიწე რომ მე სტატისტიკებში მუშაობ და სტატისტიკას მე ვადგენ, ვინ დაგაბალა მაშინ ამ ტექსტის დაწერა. იქ თუ არ ეზარება მუშაობა ქართველს აქ რო კარგი პირობა იყოს, აქ დაეზარება, იქიდან მოგტირიან ჩვენს ქვეყანაში უნდათ ხალხნო ყოფნა. არ ცხვენიათ ამდენი წელია ემიგრანტების კისერზე დგას ჩვენი ქვეყანა. ემიგრანტების გამოგზავნილზე დგას, რამდენი პოლიტიკური პარტია არის, ლაშა, რამდენი ტელევიზია არის, რამდენი სხვადასხვა ორგანიზაცია არის, ვინც ემიგრანტების კისერზეა და ემიგრანტებს თხოვს დახმარებას, რომ ვიარსებოთო. რამდენი არის, რამდენი გარჩინოთ იქედან ხალხმა და უმადურად კიდე იმას იტყვით, რომ ქართველს მუშაობა ეზარება? იქ რატო წვალობს მაშინ თუ მუშაობა ეზარება? ეთახმები აბსოლუტურად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი ხალხი არ არის ზარმაცი. სხვა ქვეყანაში მუშაობას ურჩევნია თავის ქვეყანაში და თავის ოჯახთან იყვნენ და აქ იმუშაონ. და რა ვიცი, ვერ გავიზიარებ ქართველი ერის დაკნინებას რა, ვერანაირად. პირიქით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე მაგარიერი ვართ.
რამდენი დედა ვიცი ლაშა ემიგრაციიდან ვისაც შვილის ნახვა ენატრებოდა და ან ისე დაეღუპა და გარდაეცვალა შვილი რომ შვილი ვერ დაიტირა ან ცოცხალს ვერ ჩამოუსწრო და ჩამოვიდა და გაციებულ ცხედართან მოუწია შვილის ცხედართან თავზე დადგომა რამდენი ემიგრანტი მინახავს ოჯახი არ არის მე მგონი საქართველოში რომ ემიგრანტი არ ყავდეს ან ოჯახის წევრი ან ათესავი ან დეიდაშვილი ან მეგობარი ეს ჩვეულები ახლა 1-2 გამოხდომები ეგეთი იქნება და მაგაზე გული არ უნდა დაგწდეს. არ ვიცი არა ვთქვა, ჩემთვის ემიგრანტები არიან ძალიან ძვირფასები ხალხმა მინდა გითხრათ. არ დავინახო არავის მხრიდან ჩემიანი იქნება თუ სხვისიანი იქნება ემიგრანტზე ზედამეტი დაწეროს. იმიტომ რომ საკუთარი თვალით მინახავს ისინი რა შრომას ეწევიან. ყოველდღიურად ვსაუბრობ იმათთან. ცალყურში რომ ყულსასმენი აქვს და ამ დროს ფიზიკურად მუშაობენ, რომ ორი სიტყვა გამიცვალონ და კომუნიკაცია გქონდეს და მე რომ ვუყურებ იმას ისინი ფიზიკურად როგორ შრომობენ, არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ადგეს და ზედმეტი დაწეროს ემიგრანტზე. ზარმაცი არც აქ ივარგებს და არც იქ. ლაშა, ძალიან მადლიერი ვარ შენ რომ ჩამერთე ამ თემაზე და ეს ის თემა არის რომ სისტემას როცა პირისპირდები ხოლმე ძალიან ბევრი ვაჟკაცის სახელი შეფუთული იქნება ეს თუ მართლა ვაჟკაცი იქნება ძალიან ბევრი ვერ ბედავს ხოლმე სისტემასთან ხისტად დაჯახებას და შენ ხა ნაცების პერიოდში ნაბრძოლს ზუსტად ვიცი რომ ვერავინ ვერ შეგაჩერებს ხოლმე და რა უნდა გავითავისოთ იცით ჩვენ უშეცდომო არავინ არ არის არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში თუ არასდროს გააკეთებს უნდა გავაკრიტიკოთ თუ კარგს გააკეთებს უნდა შევაქოთ მე რო ვიყო ხელისუფლებაში და რამე წუდი გავაკეთო უნდა გამაკრიტიკოთ და გონზე უნდა მომიყვანოთ ეს აუცილებელია იმიტომ რომ ქვეყანა არ დაიღუპოს ჩემი ქმედებით მიხდი თუ მიუშვით თავიანთ ნებაზე გადაგვივლია ნებისმიერი ხელისუფლება ხიბლში ჩავარდება ნებისმიერი ხელისუფლება და დიქტატურისკენ წავა ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენთვის გრამის მეშინია მერიდება ამის დრო არ არის შეეშალა უნდა გააკრიტიკო უნდა გამოასწორებინო კარგი გააკეთა უნდა შეიაქო რომ мотиваცია მიწე მეტი აი ეს არის გამოსავალი ნახელაშა ჩემს სამეგობროში ხა წრეში შენც იცი ჩემი ხასიათი მაქვს კუთხით და ვინც ეხა აქაც არიან და მისმენენ მეგობრები იმათმაც იციან ძალიან კარგად ყოველთვის მაქვს ეს დამოკიდებულება ისეთ საქმეს ვაკეთებ როცა რაღაცა შესახებს დამიწერენ ხოლმე კომენტარებში პირადში ვეუბნები ხოლმე რომ იცით რა მე მირჩევნია კრიტიკით მოფერებაზე მეტი იყოს კრიტიკა იმიტომ რომ ჩემი უფრო მეტყვის პირში სათქმელს ვიდრე სხვა ადგება და გამოიყენე თუ რამე შემიშლება ამას გამოიყენებს ცუდად ჩემს წინააღმდეგ და ფეხს გამომიდებს და ჩემიანმა პირში უნდა მითხრას და თუ კი ქვეყნის მტერი არ ხარ როცა ეს შენს ხელისუფლებას ეხება და შენი ქვეყნის მართლობა აბარი ამ ხელისუფლებას ფერება და კაი ბიჭი ხარ ფერება და კაი ბიჭი ხარ ეს არა რა არ შეიძლება დააზიანებს ეთანხმები აბსოლუტურად ქვეყანას დააზიანებს პირველ რიგში თორე არც ერთი სკამი არ მადარდებს არ ვიცი რა ვთქვა სიმართლე გითხრა ძალიან არეული სიტუაცია ქვეყანაში სიფრთხილით გასავლელი ნაბიჯები გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს კრიტიკაც უნდა იყოს სწორი და ჯანსაღი და იმის დანაშაულის პროპორციული და არა რაღაცა არც ზედმეტი და არც ნაკლები და ქართველებს გვიჭირს ხოლმე ერთი რამ ოქროს შუალედის დაჭერა უკიდურესობები გვჭირს ან ძალიან გვძინავს და ან გამოვიღვიძეთ მტრისკარს იმნაირს გამოვიღვიძეთ ხოლმე და რაღაც ოქროს შუალედის დაჭერა ვისწავლოთ წლების მაგალითება რაღაც მაინც გამოცდილება ისტორიულმა გვასწავლოს რა რა ვიცი რა ვთქვა ბატონო კრიშოშიაშვილი გამოჩნდა არ ვიცი ასკროლისას შეხვდა ჩვენი ლაივი თუ შემოვიდა თუ გეცლებათ რამოდენიმე წუთის თქვენც რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი და პოზიცია საინტერესო იქნება ძალიან თქვენი შეფასება
საუბრობდით იურისტ ლაშა გოლუბიანთან ერთად საუბრობ ფაქტზე, რომელიც გორში მოხდა, პოლიციელების მხრიდან გადამეტება მსუბუქი ნათქვამია და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და როგორ შეაფასებთ და თუ შეგიძლიათ რომ ამოგწადეთ რამოდენიმე წუთით, არ არის აუცილებელი კამერის ჩართვა. თუ ამოვა კარგი იქნება. ეხლა ხედავ ქვემოთ რომ აღარ ჩანს ალბათ ასკროლვისას შემოვიდა სრულად შემთხვევით და მაგიტომ აღარ მიუვიდო და გაგზავნილი შეთავაზება. ლაშა, მოდი 3800-ია გარედან ხალხნო. ბიჭო, შემოსვლას რაღა უდგას წინ, გაბედე რა. გაბედე და შემოდი, ხო? მე არ მესმის ამ ხალხს, რა ვქნა. მოდი, მადლობა ლაშა. მადლობა შენ ეკლა ჩართვისთვის და მადლობა რომ ესეთი თემა გააქტიურე. მე ვიცოდი ვინ დადგებოდა და ვინ იტყოდა გულიან სათქმელს, ვიცოდი ჩემი რომ ისეთი ბრძოლები გაგამოვლილი, ესეთ რაღაცაზე კრიტიკა ხელისუფლების და სისტემის ვერ შეგაშინება და პირველი 5 წუთამდე დაგირეკონი ლაივამდე. დავაი ლაშა ვიწყებთ ხო რა იყო? ხო, ანუ ვიდეო წარქონდა ნორმალურად. ანახი შენ რო დამირეკე, მაშინ ნახე და გადახედე და ჩაგერზე ეგრევე გასლაპარაკობ ჩვეულებრივად თუ რაიმე გადაწყვეტა ხდება ჩვენ ქვეყანაში და ვინმე გასაკრიტიკებელია ყოველთვის რა თუ არ თუ კარს გააკეთებ შესაძლოა რა მარტო ჩასაფრებულია ვარ. კარს გააკეთებენ ამაზე წილაპარაკობთ რა თუ რამე კარგი გააკეთება, მაგრამ რას პრობლემატურია ის თემა უნდა წამოვწიოთ და ის თემა უნდა გააშუქო. ეგ არის შენი მოვალეობა როგორც ბლოგერის, როგორც ჟურნალისტის, რომ რაღაც პრობლემა გააქტიურო და საზოგადოების წინაშე გამოიტანო. და მადლობა ამისთვის შენ. მადლობა ძამიკო და შენ დროებით დაგემშვიდობები და მაყურებელსაც პატარა ორ სიტყვას კარგად იყავ. დროებით. კარგად აბა. ხალხო, რა ვიცი, ურმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ლაივში აქტიურობისთვის, კომენტარი იქნება, ლაიქები იქნება თუ ასე შემდეგ. ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ პოლიტიკაში აქტიური, პოლიტიკის კეთების პრეტენზიის მქონე ადამიანები ასეთი ფაქტის დროს ჩუმად რომ არიან და ელოდებიან საზოგადოების რეაქციას და საზოგადოების რეაქციის შემდეგ ავრცელებენ საკუთარ აზრს და პოზიციას. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეხა ამაზე საუბრისას, თქვენ რომელიმე თქვენთაგანი მომიწონებდით ამ თემაზე საუბარს, არ მომიწონებდით, გამაკრიტიკებდით თუ არა, ამას არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. ჩემთვის თავარი იყო ამ შემთხვევაში მოხდა ფაქტი, ვუყურე ფაქტს, ჭორის დონეზე არაფერს არ ვსაუბრობდი, არც ფაქტის მიღმა შეიძლებოდა ყოფილიყო, აბსურდის თეორიები და რაღაც ზღაპრების შეთხზები შეიძლება ესე მომხდარიყო, შეიძლება ისე მომხდარიყო, ეს საუბარი თქვენთვის არ მიკადრებია, შეგნებულად ავიღე პირდაპირ თემა, ვიდეო კადრები, რომელიც გავცროვდა თითოეულმა ჩვენთაგანმა ვნახეთ და თავიდან ბოლომდე როგორც პირადი ემოციური ჩართვა მქონდა, ასევე იურისტიც პირდაპირ იურიდიული კუთხით რა არის სწორი, რა არის არასწორი და რა იყო გადაცდენა და რა პასუხისმგებლობები უნდა დამდგარიყო ესეთი ფაქტი, როდესაც მოხდა. ეს იყო პირდაპირ ჩემი ინტერესი, რომ ეს წარმომეჩინა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ უკვე ნელ-ნელა კარგად და სწორად გადავედი დამოუკიდებელ ნიშაში, იმიტომ რომ რაღაც გავლენა არ იქონიოს ვინმეს აზრმა ჩემზე, გავლენის ქვეშ არ მოვექცე ჟურნალისტისთვის და ბლოგერისთვის, როცა ბლოგს აწარმოებ და რაღაცა პოდკასტს აკეთებ, არ მიყვარს ხოლმე ცხოვრების სიტყვები, როდესაც პირდაპირ ეთერში ერთვები მაყურებელთან არ უნდა იყო მოწყვლადი და არ უნდა იყო მხარე და დამოუკიდებლობა გაძლევს ძალიან დიდ ძალას და იარაღია შენს ხელში და როდესაც რაღაცას აკრიტიკებ ან იწონებ ასეთ დროს საზოგადოების თვალში როდესაც დამოუკიდებელი ხარ ძალიან კარგია. იმიტომ რომ ჯანსაღად შეხედავს ეს ადამიანი ყველაფერს და სადღაც რაღაც ჩარჩოში მაინც თუ ხარ,
შენ უკვე მხარეს წარმოადგენ და იმ მხარის პოზიციიდან აფასებ ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესს და მოვლენას და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ნელა უკვე გადავედი დამოუკიდებელ რეჟიმში. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქტიურობისთვის, მშვიდობიან საღამოს და ღამეს გისურვებ, მშვიდობიან ქვეყანაში შევხვედროდით ამ თემაზე. დღეს მხოლოდ არ მქონია ლაივი, არ დავასრულებ, მივადევნებ თვალს განვითარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით რა მოყვება, რა ნაბიჯები როგორ მოყვება, სადაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებ, თუ მოსაწონი მოხდება რაიმე მოვიწონებ, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მე ვთვლი რომ პირველ რიგში უნდა დამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა და თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და შსს მინისტრი უნდა ამდგარიყო და დაეტოვებინა თანამდებობა. მე ესე ვთვლი და პასუხისმგებელი მე არ ვარ, შენ არ ხარ, ხელის შეწმენდით და ვიღაცა დაბალი რგოლის ადამიანები რომ დაიჭირონ. ამით არ სრულდება არაფერი. ამით ქვეყანაში არ იცვლება არაფერი. სისტემა ერთია. იმ სისტემაში თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჩაქრჩა ვინმე, ვისი პასუხისმგებლობა ჩემი, მე მქონდა ძალა და ლეგიტიმაცია და უფლებაც და ვალდებულებაც რომ ის სისტემაში დამყარებული ადამიანები არ დარჩენილიყვნენ. მე ხო არ მაქვს ამის ძალაუფლება. შენ გაქვს ხელისუფალს გაქვს ამის ძალაუფლება და რატომ არ გააკეთე? ეს უკვე აქ უკვე პოლიტიკა ერთვება, რატომ არ გააკეთა და არ გადადგა სწორი ნაბიჯები თავის დროზე. რომ თქვათ რომ 4 წლის არჩეულია ვაცადოთ ხალხო, ეგრე არა. დამყაყდნენ პოლიტიკურად და ჩაბერდნენ პოლიტიკაში 14-15 წელი პოლიტიკისთვის და პოლიტიკის კეთებისთვის პატარა დრო არ არის. 4 წელშიც კი ქმედითი ნაბიჯები უნდა მოეხერხებინა, არა თუ 14 და 15 წელში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ერთ კითხვას უპასუხებთ, ეკლა პატა სად არისო? ბატონი პატა იმყოფებოდა რუსეთში ვიზიტით, ჩამობრძანდა უკვე და კვირას აუცილებლად გვეყოლება და აუცილებლად მოგასმენინებთ მის მოსაზრებებსაც. დიდი მადლობა და მშვიდობიანი ღამე თითოეულ თქვენთაგანს. მთავარი რაც არის სწორ დროს, სწორ საკითხებზე გქონდეს სწორი რეაქციები და მე არასდროს არ დავდგები და არ დავიწყებ ის გადადგეს ეს და გადადგეს და მთელი ამბავი. არა. სწორი პოლიტიკის კეთება უნდა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ და ჩვენში, ჩვენ ხელში არის ძალიან დიდი ძალა და ამის გააზრება გვჭირდება, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, თუ კი მოვინდომებთ. 300 და 500 პარტია ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ კი ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება და თუ კი ჩვენ ვაძლევთ ამათ ლეგიტიმაციას და იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი დაგმართოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ჭირს, მაშინ კონკრეტულ პირებს და სახეებს მე არ დავუწყებ ბრძოლას. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არის კონკრეტული სახე, როცა შეხედე, რომ ესე ბინძურად იქცევა, არასწორად იქცევა და შენ სწორი რეაქცია არ გქონდა, საზოგადოებას ბევრი შეგვიძლია და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გასაზრებელი. მადლობა და მშვიდობიანი საღამო, ძალიან შეგაწყინეთ თავი. დროებით.